ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ ვებინარს დასვით ჩატში 10 ქულიანი შეფასების სისტემით, როგორ ისმის, როგორ გესმით ჩვენი ხმა, როგორი კავშირია და როგორ ჩანვართ, თუ ხედავთ კამერასაც დასვით 10-იანები. კარგი კავშირია. მშვენიერია დღეს დღევანდელ ტრენინგს, როგორ მოიზიდოთ დღეში 1000 პოტენციური კლიენტი Facebook-იდან ჩავატარებთ. მე მურად ბარტიშვილი და იურისტი უბიში, ანუ ერთად ჩავატარებთ ამ ვებინარს, ვიქნებით თქვენთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, შეიძლება 1 საათი იყოს ეს, შეიძლება ცოტა მეტი, ნაკლები, მოკლედ ამას უკვე ვებინარიდან გამომდინარე გადავწყვეტ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ დღევანდელ ტრენინგზე დღევანდელ ტრენინგის ბოლოს თქვენ გაიგებთ იმაზე გარანტირებულად მეტს, ვიდრე ეს იციან თქვენმა კონკურენტებმა საერთოდ Facebook-იდან კლიენტების მოზიდვის ამ თემაში საერთოდ, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გარანტირებულად ამის შესახებ დაესწროთ აუცილებლად. კი და არც ინერვიულოთ, იმიტომ რომ თქვენ კონკურენტებზე მეტი გეცოდინებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ის ინფორმაცია, რასაც დღეს ჩვენ მოგაწვით, არის ძალიან ახალი. ძალიან ახალი, იმდენად ახალი, რომ ეს არის 2015 წლის ტრენდები, პირდაპირ აი Facebook-ის ახალი დანერგილი ტექნოლოგიები, რომელზეც იურის ცოტა მოგვიანებით. მანამდე ალბათ ჩვენ შესახებ ცოტა მოვუყვეთ. ხო, მართლა, ანუ აქ არიან ადამიანები, ვინც გვიცნობენ ჩვენ, ანუ დასვით ჩატში ერთიანები, ვისაც როდისმე შეხვედრია ჩვენი ტრენინგი ერთობა გქონია, ოდესმე ჩვენი პარტნიორები, კლიენტები, ერთიანები და ჩატში დასვით 0, ვინც საერთოდ პირველად გვისმენს და ხო, არ იცის ჩვენ შესახებ. არ გვიცნობს საერთოდ. ასე ხო. უმეტესობა გვიცნობს. თუმცა არის ბევრი ძალიან კარგი. ოკეი. ახალ აუდიტორიასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო. კაი, მაშინ მოკლედ ჩვენ მოვყვეთ ჩვენ შესახებ, რომ ვინც არ გვიცნობს, იმათმა გაგვიცნო. ოკეი, სანამ ჩვენ შესახებ მოვყვებოდეთ, ან ჩვენ შესახებ გეტყვით რამდენიმე სიტყვით, აქ არის ნულები, მე ეს ძალიან მიხარია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ პირველად მოგვისმინოს და ეს ძალიან კარგია, მე ყოველთვის ეს მიხარია. თუმცა მანამდე მეგობრებო, მოდი გავაკეთოთ ტესტი, კიდე გეტყვით ეს რაღაცას, სანამ ჩვენ შესახებ მოგიყვებოდეთ, უბრალოდ გავიგოთ დღევანდელი გეოგრაფია, ვინ რომელი ქალაქიდან არის ჩართული, დაწერეთ. ეგ საინტერესოა. ასევე დაწერეთ, როგორი ამინდია თქვენთან. ესე იგი, რომელი ქალაქები გვაქვს? ჩატი, გარბის, თბილისი, რუსთავი. აჰა, ნიუ-იორკი, ხო? ნიუ-იორკი, ხო? ესე იგი, კონტინენტის მეორე მხარეც ჩვენთან არის, მოგესალმებით. როგორი ამინდია? რა დრო არის ნიუ-იორკში ახლა? დაწერეთ, საინტერესოა პრინციპში. ხო, ჩვენ სხვაობა რამდენი გვაქვს? 6 საათი, მეტი. არა, მეტი იქნება. კობულეთი, ქუთაისი, დავთვალოთ ქალაქები, ხო? ანუ 3-4, თბილისი, ვენეცია, ვალენსია, კი ბატონო. საზღვარგარეთიდან. საჩხერე, მცხეთა, 7, კობულეთი, შემდეგ ლონდონი, ეს კი ბატონო. ვაფშე ბევრი. საბერძნეთი, წვიმს საბერძნეთში, ჩვენი თუმცა ახალციხე, ქუთაისი ხო, ძალიან კაია, მშვენიერია. თუ დღეს დავთ იძლევა ინტერნეტი იმის საშუალებას, რომ სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ერთ ონლაინ ოთახში აღმოჩნდეს ამდენი ხალხი. თუ რამდენიმე მაგალითად 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ვიღაცას თუნდაც ახმეტიდან, თუნდაც რომელიმე პატარა ქალაქიდან ეკეთებინა ბიზნესი და გასულიყო მთელი თავისი, მთელი მასშტაბურად მთელ სოფლიოში, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. ამასაც შევეხებით ჩვენ, ასე რომ შეგიძლიათ ამისთვისაც იყოთ მზად. ოკეი, ვისთვისაც გასაგებია დღევანდელი ვებინარის ფორმატი, მეგობრებო, დასვით 10-იანები ჩატში. სანამ ჩვენ გადავალთ უშუალოდ თემაზე, მანამდე ჩვენ რაღაცა გახურების პერიოდი გვექნება, ამიტომ წესები ხო არ გავაცდით. კი. აჰა. უმრავლესობისთვის გასაგებია ვებინარებში გამოცდილი ხალხია. მშვენიერია. ძალიან კარგი. ოკეი, რაც შეეხება ჩვენ შესახებ გეტყვით ძალიან მოკლედ, ჩემი და იურის ნაცნობობა შედგა დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა პირველი შეხვედრა, როდესაც მე
მაშინ ვიყავი, მე კოსმეტიკურ ბიზნესში, მაქვს ჩემი ბიზნესი და ამ სფეროსთან დაკავშირებით 2013 წელს პირველად დავინტერესდი ინტერნეტ მარკეტინგით, ზოგადად Facebook-დან კლიენტების მოძიებით და ამ შემდეგ. მქონდა ესეთი მომენტი, რომ ახალი დაწყებული მქონდა მაშინ Facebook რეკლამა გაშვებული მქონდა, მინდა გითხრათ, რომ ეხლა ამ გადასახედიდან ძალიან მეცინება, ბანალურად გეჩვენება. გეჩვენება, იმდენად მეჩვენება და იმიტომ რომ რეალურად მქონდა დღეში $10 ბიუჯეტი გაშვებული და რავი, $10 კაცი $1 მიჯდებოდა ერთი კაცი, როდესაც შემდეგ იური გვეტყვის როგორ შეიძლება 1 ცენტად ერთი პოტენციური კლიენტი ნაკლებად. უფრო ნაკლებად 9 ცენტად ერთი პოტენციური კლიენტი გადმოვიყვანოთ. მაშინ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს, მაშინ იურისაც როგორც შემდეგ აღმოჩნდა კონდა რაღაცა კამპანია გაშვებული, შესაძლოა ხო არ იცი როგორ მე ზოგადად ბოლო 6 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი და მუშაობდი ვების სფეროში, დავიწყე ვებ სტუდიაში მუშაობით, რამოდენიმე ვებ სტუდიაში ვიმუშავე და შემდეგ წამოვედი ვებ სტუდიებიდან იმის გამო რომ დავინახე ესეთ პრობლემა ბაზარზე, რომ ის ბიზნესები და ის ბიზნესმენები და კლიენტები, რომლებიც გვიკვეთავდნენ ჩვენ საიტებს, შემდგომ ამ საიტების მოხმარება არ იცოდნენ. ანუ მათ არ იყვნენ იმის შესახებ ინფორმირებულები, რომ მხოლოდ და მხოლოდ საიტი ატვირთული თავის დომენზე არ წარმოადგენს სრულყოფილ მარკეტინგულ ინსტრუმენტს და საიტი ტრაფიკის გარეშე, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი რესურსი, იგივე Facebook page ან ნებისმიერი რესურსი ინტერნეტში ტრაფიკის გარეშე ფაქტიურად არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. მაშინ მე დავიწყე ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა და ისეთი თემების შესწავლა, რომლებიც ინტერნეტში მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ერთდროულად პოზიციონირებაც ყოფილიყო მისაღები და რეკლამირებაც შესაბამისი. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სოციალური რეკლამა როგორც იმ პერიოდში, ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ ყველაზე მზარდი ტრენდი და ტენდენცია იყო. მაშინ დავიწყე მე ამ Facebook რეკლამაში გარკვევა და აი მაგ კუთხით კაკრას მურადიც გავიცანი. მაშინ ქონდა ჩვენს სარეკლამო კამპანიები, ჩვენი შეხვედრის დროს, როდესაც ჩვენ აი ორი ეს რაღაცებზე საუბრობდა, ჩემთვის იყო ეს იმდენად გაუგებარი, რომ ეხლა გასაგებია კი, მაგრამ რაღაცა Facebook და კლიკი და რაღაცა ტერმინები მან და ბევრი მახასიათებელი, კი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ანუ სხვა ერთი და იგივე კამპანია სხვადასხვანაირად დაგეგმილი, სხვადასხვანაირად რეალიზებული, რადიკალურად განსხვავებული შედეგი მოაქვს. შევეხებით ჩვენ დღეს. კი, რა თქმა უნდა. ზაკაი, დღესდღეობით რა შეიძლება ითქვას, ამ ჩემი პროექტი Business Start-ი, რომელიც დავაფუძნეთ მე და ჩემმა გუნდმა 2014 წლის აგვისტოში, მას შემდეგ ჩვენი ონლაინ და ოფლაინ ტრენინგები გაიარა დაახლოებით 3000-ზე მეტმა ადამიანმა ბიზნესის თემაზე საერთოდ და რაც შეეხება იურის პროექტებს, ეს არის Marketing G, რომელიც ერთ-ერთი ბოლო სერიოზული მოთამაშეა ტექნიკის ბაზარზე. ნუ ჯერ დამწყებია, მაგრამ კი ბატონო და ანუ ბევრი რა თქმა უნდა 30-ზე მეტი პროექტი ქონდა უკვე რეალიზებული მე და ჩემ გუნდს, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და ეს პროექტები იყო უკვე არა მხოლოდ ვებ პროექტები, არამედ ვები მარკეტინგთან ერთად, ანუ მარკეტინგული პროექტებიც იყო ჩვენ სხვადასხვა კომპანიებისთვის საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზარზე ვაწარმოებდით საკმაოდ ეფექტურ რეკლამირებას. შედეგებსაც განახით მე. ბატონო, სხვადასხვა. მოდი გავიგოთ საერთოდ თქვენს შესახებაც, ვინ რით არის დაკავებული მეგობრებო? კი, ნამდვილად ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ანუ ვის ვესაუბრებით ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ Facebook-ის გამოყენების არეალი არის ძალიან ფართე. დაწერეთ შეიძლება ხო, ანუ ბევრი შეიძლება ბიზნესმენი იყოს აქ, ან დამწყები, ან მოქმედი Forex-იც ის საკმაოდ ისეთი თემაა. მექსელე, ესე იგი სტუდენტი, მუშევარი, ბატონო. შეგიძლიათ ახლა ამ ტრენინგის შემდეგ მუშევრებმა შეიძლება დაიწყონ თავისი ბიზნესი, ტურისტული სააგენტო,
Online მაღაზია Facebook-ზე, ბიზნესი, მარკეტინგი მენეჯერი, სტუდენტი, ტრეიდერი, ბუღალტერი, ესე იგი NGO-შნიკი, ხო? რაღაც გარკვევით დაწერეთ. ქსელური მარკეტინგი, საჯარო მოხელე, შეიძლება რამე გამოგვჭირდეს ჩვენ, იმიტომ რომ ჩათი გადის სწრაფად, ექიმი, გაყიდვების ოპერატორი, მუშაობს საქართველოს, ანუ საზღვარგარეთ ოჯახში, ერთი, ჩვეულებრივია. მუშევარი, შემდეგ კომერციული დირექტორი, სტუდენტი, წარმატების აკადემიის ორგანიზატორი, ვარდის მეურნეობა მაქვს საინტერესო, მეცენატი, მასწავლებელი, სხვადასხვა ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი აუდიტორია. ძალიან კარგია. ანუ შეიძლება სუფრიდან გვეცემა. იქ ერთ პეიჯზეც ვისაუბრებთ, რომელიც ალკოჰოლთან არის კავშირში და ალბათ მოგეიფეთს თქვენსაც საინტერესო. რაღაც საინტერესოს გამონახავს. IT ბიზნესი, სასწავლო. კი ბატონო, კარგით. გასაგებია, რომ ძალიან მრავალფეროვანი აუდიტორიაა და მე ვფიქრობ, რომ მაინც ყოველთვის იქნება საინტერესო ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია. გადავიდეთ შინაარს. ანუ დღემდე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძალიან ხშირად ბევრი ბიზნესმენი, ან დამწყები ბიზნესმენი, ან მოქმედი ბიზნესმენი სვავს კითხვას მოვიდე Facebook-ში თუ არა, დავიწყოთ ჩემი საქმის პოზიციონირება Facebook-ში თუ არა. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ცალსახად არის კი, ბევრი თქვენ შეგიძლიათ ბევრისთვის არის ეს ისედაც ცხადი, მე მაინტერესებს აქ არიან ადამიანები, ვინც დღეში ერთხელ მაინც ამოწმებს თავის Facebook-ის გვერდს ან რომელიმე სოციალურ ქსელს. ან დასვით ჩაჩი ერთიანები თუ არიან ესეთი ადამიანები, იმიტომ სტატისტიკა გვაქვს აი იმდენად ფართო, რომ ციფრი ერთიანები დასვით, ვინც ერთხელ მინიმუმ ერთხელ მაინც ხედავთ. ვინც ერთზე მეტჯერ ამოწმებს, ესეთები თუ არიან ორიანები დასვით ჩატში. ვინც ერთზე მეტჯერ ამოწმებს, ვთქვათ, დილით და საღამოს. კაჩი აქტიური. ოკეი. და ორიანებიც არის და თუ არიან აქ ადამიანები, ვინც დილით თვალებს რომ გაახელენ, პირდაპირ ტელეფონს აბა ვინ რა დამილაიქა სამიანები დასვით, თქო ვიყოთ გულწრფელები ახლა, იმიტომ რომ საკუთარი თავის წინაშე შეიძლება ანუ ეგრევე აიღებს ტელეფონს და აბა ჩემი სურათი რამდენი ლაიქი აკრიფა და ასე შემდეგ, ხო? ეგეთებიც არის. ძალიან კარგი. მიხალს ეცინება და. კი ბატონო, მე ჩატში შევამჩნიე რამოდენიმე ნოლი. ეგ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ სარგებლობს Facebook-ით. ან იშვიათად სარგებლობს. დღესდღეობით წარმოდგენილ სტატისტიკას, აი დღეს ამოვიწერე ეგ ციფრები, არის წარმოდგენილი სლაიდზე, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. ანუ სულ საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით რეგისტრირებული აკაუნტი Facebook-ში არის 1,600,000 ადამიანი, ამათგან ყოველ დღე აქტიურად იყენებს Facebook-ს, ანუ ყოველდღიური მომხმარებელი არის 900,000. და კიდე იქ პატარა სტატისტიკა მოგვაქვს ჩვენ, ეგ არის ანუ გენდერული სტატისტიკა, ქალები ამ შემთხვევაში არის 53%, ქალები ჭარბობენ კი და 47 კაცები. და ასაკის მიხედვითაც არის დაალაგებული აქ, ანუ რა ასაკის აუდიტორია არის წარმოდგენილი. დაწყებული არის Facebook-ის პროფილის რეგისტრირება ხდება 14 წლიდან და 65 წელსაც აღემატებენ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უფრო მეტად არიან წარმოდგენილები და ასაკის მიხედვით იკლებს რაოდენობა. თუმცა ეს ციფრები ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნახევარი არის რეგისტრირებული Facebook-ზე და არის Facebook-ის აქტიური მომხმარებელი. რაც ნიშნავს იმას, რომ კითხვა წამოვიდე თუ არ წამოვიდე Facebook-ში, დავიწყო იქ ჩემი საქმის პოზიციონირება თუ არ დავიწყო, მაგ კითხვაზე ცალსახად პასუხი არის კი. და Facebook-ში ანუ თქვენი აუდიტორია ნამდვილად არის. რა პროდუქტი, რა მომსახურებაც არ უნდა გქონდეთ, რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ, თქვენ ნებისმიერ ვარიანტში მიაგნებთ აუდიტორიას, რომელსაც აინტერესებს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება.
ეს რა თქმა უნდა არის მშრალი ციფრები. თქვენ შეგიძლიათ აი ჩაირთვება სლაიდი, შემდეგი შეგიძლიათ უფრო დეტალური სტატისტიკა მიიღოთ კონკრეტულად იმ აუდიტორიაზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, რომელიც თქვენი ბიზნესის მიზნობრივი აუდიტორია მიგაჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ აი ამ ლინკზე, რომელიც არის ანუ აუდიტორიის სადაც შეგიძლიათ თქვენ აუდიტორიის კარგი აზრი გაიჩნდა ჩატში, ანუ კარგი აზრი დაწერა გიორგი დროფულია, ხო? ანუ გიორგი ან თუ დროფულია, პრინციპში ხო ჩვენ ვებინარს ვატარებთ უფასოდ, ამიტომ შეგიძლიათ ჩაგვირიცხოთ ანგარიშზე რა. ანუ რაღაცა თანხა, იმიტომ რომ რეალურად მართლა უფასოდ ვატარებთ და ჩვენ დროს, რომელიც გამოყოფილია, რომელიც არის ძალიან ძვირფასი, პრინციპში ამ დროს გითხოვთ თქვენ და ამიტომ რადგან დღეს აქ მოხვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოისმინოთ ეს ტრენინგი და სხვა შორის ჩვენ დღევანდელ ტრენინგს ექნება წესები. ჩატში მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, რომ დაწეროთ თემასთან დაკავშირებით. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, სხვა რაღაცებზე წერა დროფულია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იცით. ამიტომ თუ თქვენ არ იქნებით ფრთხილად ჩატში, ხო? ნუ არიან ესეთი კატეგორია, ხო? ნუ ამ ადამიანებთან მუშაობს ჩვენ მოდერატორი უბრალოდ დაგბლოკავთ გაუფრთხილებლად ოთახიდან, ამიტომ იყავით ფრთხილად ამასთან დაკავშირებითაც, ხო? პლუს ანუ ჩვენ კომენტარებს მაინც ანუ ონლაინ რეჟიმში ვერ უპასუხებთ, ნებისმიერ ვარიანტში თუ რამე კითხვა გექნებათ, ჩვენ ვებინარის ბოლოს დავუთმობთ კონკრეტულ დროს და ამ დროის ფარგლებში ვეცდებით, რომ ყველა დაბადებულ კითხვას უპასუხოთ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ ისეთ თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც დაგებადებათ ბევრი კითხვა. და ბოლოში ვეცდებით, რომ მაქსიმალურად პასუხები გაგცეთ და ეხლა წერას მაინც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვერ წავიკითხავთ ყველაფერს მაინც. ანუ დაუბრუნდეთ ჩვენს სლაიდს. ან თქვენ შეგიძლიათ მარტივად ესეთი ლინკის აკრეფით, ან თუ გააქვთ უკვე რეკლამები გაშვებული, მიხვდებით პრინციპში რეკლამების მენეჯერში შეგიძლიათ აუდიტორიების შერჩევას დააჭიროთ, მან გაიხსნება საკმაოდ ბევრი ოფცია, მან შეგიძლიათ მონიშნოთ საქართველო როგორც ქვეყანა და შემდეგ გაფილტროთ აუდიტორია ძალიან ბევრი პარამეტრის მიხედვით. გაფილტროთ რეგიონების მიხედვით, გაფილტროთ ასაკის მიხედვით, სქესის მიხედვით, მათი ინტერესების მიხედვით და ან ცალსახად დაინახოთ, იქ კალკულაცია ხდება, თუ რამდენ ადამიანს აინტერესებს ესა თუ ის საკითხი. პლუს მოცემულია იქ ყველაზე პოპულარული ლაიქ პეიჯების, პოპულარული ჯგუფების და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც კარგია რომ გადახედოთ, სანამ დაიწყებდეთ სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას. აუცილებლად ეწვიეთ ამ ბმულს. ჩვენ კიდე გადავიდეთ ჯერჯერობით Facebook-ში უფასო საშუალებებს. ანუ ჯერჯერობით არ შევეხოთ ფასიან რეკლამას, გასაგებია რომ Facebook-ს აქვს ძალიან ბევრი ფასიანი რეკლამირების საშუალებები. ვისაუბროთ მარტივ საშუალებებზე, რომლებსაც აი თუნდაც იქ ძალიან ბევრი დამწყები იყოს, სტუდენტი და ასე შემდეგ, ბევრს არ აქვს რომ ეგრევე შევიდეს Facebook-ზე და დაიწყოს რაღაც მსხვილი სარეკლამო კამპანიები. ძალიან ბევრს აინტერესებს, აბა უფასოდ Facebook-ი რას გვთავაზობს. უფასოდ Facebook გვთავაზობს აუდიტორიასთან მუშაობის საშუალებებს. ესენი ან ყველაზე პოპულარული მართალია რა უფასო სხვა შორის მე პირადადაც ეგრევე ვიწყებდი და ეხლაც გამიკეთებია რამდენიმე. უბრალოდ მე მაინტერესებს, აქ არიან ადამიანები, ვისაც უკვე ჰქონია მცდელობა Facebook მარკეტინგის, დასვით ჩატში პლუსები, ვისაც ან რეკლამა ჰქონია, ან ლაიქ პეიჯი აქვს, ან რაღაცა ესეთი Facebook მარკეტინგის მცდელობა ჰქონია, დასვით ჩატში პლუსები, ხოლო მინუსები დასვით ჩატში, ვისაც არ ჰქონია საერთოდ შეხება არ ჰქონია რეკლამირების კუთხით Facebook-თან. ნუ უმრავლესობა ესეთი აუდიტორია უმრავლესობას ჰქონია. არა, მინუსებიც არის. იმიტომ რომ ახლა მინუსები ვინც დაწერეთ, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აქედან დაიწყოთ ახლა ისიც ეხლსა. და სხვათა შორის ვისაც ჰქონია უკვე რეკლამირების გამოცდილება და არეკლამებს რაღაცებს Facebook-ზე,
ისინი არ აქცევენ ამ უფასო საშუალებებს. ძალიან ხშირად ხდება ესეთი, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ფასიან რეკლამაში და ამ დროს არის საშუალებები ტრაფიკის გენერირების უფასო და იმათ არ იყენებენ, იმიტომ რომ ან არიციან, ან ეზარებათ, ხო? ამიტომ ჩვენ გვინდა შევეხოთ ნებისმიერ ვარიანტში Facebook ჯგუფებს როგორც რესურს საიტზე ან თუნდაც page-ზე ვიზიტორების გენერირების. აი ჩვენ მაგალითად, ანუ პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენ უნდა მოიძიოთ თემატური ჯგუფები დაკავშირებული თქვენს ბიზნესთან. ნებისმიერ ვარიანტში ესეთი ჯგუფები თქვენ Facebook-ზე დაგხვდებათ. ანუ პირდაპირ თემა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, იქნება ეს არის ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა და არ ვიცი, ყვავილების ყიდვა-გაყიდვა, მასაჟები, ან ინგლისური ენის კურსები. პირდაპირ ძიებაში თქვენ შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ ან პირდაპირ ძიებაში თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ის საკვანძო სიტყვები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან, Facebook-ი დააგენერირებს შესაბამის შედეგებს. Facebook-მა სხვათა შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეცვალა თავისი ძიების ალგორითმი. ეხლა თქვენ რო კრიფავთ რაღაც სიტყვას, შერეული ინფორმაცია მოაქვს და როდესაც დააკლიკავთ Enter-ს, გამოდის ჯერ პოსტები. და იქ არის აი რამოდენიმე ვარიანტი, ან თქვენ შეგიძლიათ პოსტები, ხო, ხალხი მოიძიოთ ის და გრუპები არის დამალული. ანუ აი ის არის უნდა ჩამოშალოთ და იქ დაგხვდება თქვენ ჯგუფები და დაათვალიეროთ კონკრეტულად ის ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არის იმ საკვანძო სიტყვასთან, რომელიც თქვენ გაინტერესებს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ Facebook-ის ძიების ალგორითმი არ ითვალისწინ, ანუ ორ სიტყვას თუ ჩაწერთ თქვენ, ის ორ სიტყვას ეძებს ცალ-ცალკე. ანუ თუ თქვენ ჩაწერთ ბიზნეს ტრენინგებს სიტყვაზე, Facebook-ი ამოაგდებს ცალკე შედეგებს ბიზნესზე, ცალკე შედეგებს ტრენინგზე. ამიტომ და შეიძლება რომ სულაც ანუ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ არ გაინტერესებდათ, მოხდეს იმ სიაში. აი ჩვენ მქონდა ესეთი кейსი ამ ჩვენი ტექნიკის პორტალის ფარგლებში, რომ დაახლოებით მივხვდეთ რისთვის ვიყენებთ გრუპებს, ხო? ჩვენ როდესაც დასაწყისში ვქოქავდით ჩვენს პორტალს, ჩვენ დავძებნეთ ყველა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვასთან. ყიდვა-გაყიდვა, განცხადებები, ტექნიკა, ყველა keyword-ის მიხედვით ავიღეთ Excel-ში ჩამოვყარეთ დაახლოებით 10 ჯგუფამდე ვიპოვეთ. ნუ ძალიან ბევრი ჯგუფი არის, მაგრამ რეალურად 100 კაცზე ნაკლები და 500 კაცზე ნაკლები რო იყო ჯგუფები, დიდათ არ გვაინტერესებდა. ჩამოვყარეთ ყველა ეს ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერ ვარიანტში ის სამიზნე აუდიტორია არის ზის, რომელსაც აინტერესებს ტექნიკა, რომელსაც აინტერესებს ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ან განცხადებების განთავსება. ჩვენ დავიწყეთ ამ ჯგუფებში ინტენსიური დაპოსტვა ჩვენი კონტენტის, ან ჩვენი განცხადებების დაპოსტვა ამ ჯგუფებში. დღესდღეობით ჩვენ დაახლოებით ამ 10 ჯგუფიდან 100 კაცამდე დღეში უფასო ტრაფიკი გვაქვს საიტზე. აი უფასო ტრაფიკი. Просто ჩვეულებრივ დღეში ერთხელ ყველა გრუპაში ვპოსტავთ ერთ პოსტს. და გვაქვს 100 კაცი დღეში აბსოლუტურად უფასო. სამიზნე აუდიტორია, რა თქმა უნდა, იმიტომ ყიდვა-გაყიდვაში როზის ტიპი ის დიდი ალბათობით რაღაცას ეძებს. აი შენც მქონდა რაღაც. ჩემს შემთხვევაში ნახეთ ან პარტნიორების მოზიდვასთან. როდესაც მე აქტიურად ვიყავი დაკავებული პარტნიორების მოზიდვით, ნუ საერთოდ ჩემს ბიზნესში ყველაფერი იწყება სამიზნე აუდიტორიიდან, ხო? და ჩემს ბიზნესში სამიზნე აუდიტორია არის ორი კატეგორიის. პირველი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან მიმართულები არიან პიროვნული ზრდისკენ და ბიზნესი აინტერესებთ და მეორე კატეგორია, რომელიც ჯანმრთელობით და სილამაზით არის დაინტერესებული, იმიტომ რომ კოსმეტიკასთან მქონდა შეხება. და მე ვაკეთებდი ეს რაღაცას, ნახეთ, ანუ თქვენ იცით, როგორც არის Facebook-ში ჯგუფები, ასევე არის like page-ები. ხო? ანუ ვინ იცის რა არის like page-ი ეს სიტყვა, ანუ დაწერთ 7-იანი ჩატში, ვისაც ესმის საერთოდ რას ნიშნავს like page-ი.
ციფრი 7-იანი დასვით, იმიტომ რომ მართლა მე შემხედრია ესეთი ადამიანები, ვინც არ იცის საერთოდ რა არის like page და რა არის fan page და ასე შემდეგ, ხო? აჰა, ну კარგი, ну ვინც არ იცის, მაშინ დასვით რაღაცა სხვა ნიშანი, რომ გითხრათ. კარგი, გასაგებია, ну რადგან უმრავლესობა ვიცის, ანუ მე შევდიოდი თემატურ like page-ზე, ანუ შესაბამისად პიროვნული ზრდაზე და ბიზნესზე like page-ები არის საქართველოში რამდენიმე, ვისაც აქვს თქვა 50,000 like-ზე მეტი. ხო და ეს page-ები აკეთებენ თავის კონტენტს თავაზობენ. მაგალითად, ბიზნესის თემაზე ვიღაც აზიარებს Steve Jobs-ის სურათს, რომელსაც აქვს რაღაცა საინტერესო ფრაზა. ანუ ეს page-ი დებს თავის გვერდზე და შემდეგ ამ აუდიტორიიდან ეს ადამიანები აზიარებენ. ვის გაუზიარებია დასვით ჩატში პლუსი, აი საინტერესო რაღაცა მის თემასთან დაკავშირებით რომელიმე გვერდიდან. მაგალითად, Steve Jobs-ი ამბობს, რომ იცი რა, როდესაც ყოველ დილით თქვენ ჩაიხედავთ სარკეში და თუ თქვენ page-იც დაგვიშიარებს. თუ თქვენ მაგალითად არ ხართ იმაზე უკეთესი ვიდრე ბუში, მაშინ თქვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს და ესეთი სიტყვები, რომელსაც იზიარებ, ამბობ, რომ ეს ჩემზეა ნათქვამი და იზიარებ ამას. კი ბატონო, ანუ ძალიან ბევრი ადამიანია ესეთი, მე თვითონაც ვაზიარებ ამას, რა თქმა უნდა, ჩემს თემატიკასთან დაკავშირებით, მე თუ ბიზნესი მაინტერესებს, არ გავაზიარებ რაღაცა სხვა რაღაც ანეკდოტს ან რაღაცა ის, ну, ანეკდოტის მართო ისაა, მაგრამ თქვა ტექნიკა, ხო, რა თქმა პრინციპში, მე ბიზნესი გავაზიარებ. და ნახეთ რა სიტუაცია, შემდეგ როდესაც თქვენ აზიარებთ, თქვენაირად აზიარებს მილიონი ადამიანი და ხან, ну, მილიონ სიტყვაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ჯერ პატარაა მაგისთვის, მაგრამ ნახეთ რა სიტუაცია, ზოგ სურათს აქვს დაბლა მაგალითად იქ არის ლაიქი, მოწონება 100, კომენტარი მაგალითად 15, გაზიარება 44 მაგალითად. მე ვაჭერამ გაზიარებას და იქ Facebook-ი მაძლევს სიას საერთოდ ვინ გააზიარა ეს. შესაბამისად ეს სურათი ვინც გაიზიარა ეს ჩემი სამიზნე აუდიტორია. თუ თქვენ ყიდით ტელეფონებს და თქვენმა ანუ ადამიანმა გააზიარა რომელიმე ტელეფონი, iPhone-ი, ესე იგი ის თქვენი სამიზნე აუდიტორია და იმ ადამიანს მე ვიმატებ მეგობრებში. ვიმატებ მეგობრებში და ვეუბნებ, იცი რა, მეც დაკავებული ვარ ბიზნესით, შევატყერო, ну, რაღაცა ვეძებთან ამოაზრებ, შევატყერო შენც რაღაცა კარგ რაღაცებს აზიარებ და მოდი ვიმეგობროთ. всё. და შესაბამისად ან მე ვიმატებ მეგობრებში, დღეს უკვე მყავს დაახლოებით 1500 მეგობარი სამიზნე აუდიტორიიდან, Facebook-ს აქვს ლიმიტი 5000 მეგობარი, ამის შესახებ შენც იტყვი, ხო, ან რაღაც ნიუანსები არსებობს. შესაბამისად ესე მე რამდენიმე ძლიერი პარტნიორი ვიშოვე ამ უფასო წყაროთი, ხო, აი რეალურად რაც ახლა მოგიყევი. ანუ ეს იყო ჩემს შემთხვევაში და ძალიან მაგრად იმუშავა სხვა შორის. კი. ანუ თუ აი ძალიან საინტერესო кейსია თვითონ ანუ მეთოდი რომ ანუ ვინც აშიარებდა იმ ტიპებს დასდევდი, იმიტომ ჩვენ უფრო მარტივად ვაკეთებდით, ანუ პირდაპირ ჯგუფებში ვინც იყო საკმაოდ აქტიური და პოსტავდა საკუთარ კონტენტს, ჩვენ იმათ ვიმეგობრებდით, ან არ ვიმეგობრებდით და პირდაპირ წერდით, რომ ასე და ასე, ანუ შენ თუ ყიდი რაღაცა ტექნიკას იქ, მოდი გაყიდე ტექნიკა აქაც. ანუ მაგას რა თქმა უნდა ჭირდება რაღაცა დრო, მაგრამ ну ეს დრო არის აკრას ის ინვესტიცია. თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება რომ გადაიხადოთ რეკლამაში ფული, უნდა გადაიხადოთ დრო. ესე გამოდის ხო. თუმცა აი იგივე ვარიანტი რომ დღესდღეობით შენ რო ყავს ის 1500 მეგობარი და ეს 1500 მეგობარი არის შენი აუდიტორია, დღესდღეობით ის პოსტები, რომლებსაც შენ აზიარებ, იმას მოაქვს უკვე სერიოზული რეზონანსი. და შენ ყოველთვის გაქვს წვდომა რაღაცა აუდიტორიაზე. თუმცა არსებობს ფასიანი მეთოდებიც პრინციპში, რომელიც არ მოითხოვს დროს და ანუ უფრო მალე აკეთება, თუმცა მოითხოვს ფულს, რესურსს. ფასიანზე გადავა. გარდა ამისა, გარდა უკვე არსებულ ჯგუფებში რაღაც აქტივობებისა, თქვენ არავინ არ გიშლით ახალი ჯგუფის შექმნას, თქვენი კონკრეტული ჯგუფის გახსნას. რა პლუსები აქვს ამას? პირველი ის რომ ქავერი. თქვენ ქავერზე ან ჯგუფში რაც არ უნდა ხდებოდეს, ქავერი ყოველთვის თქვენს ხელში არის და ამ ქავერზე თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ის ინფორმაცია, რომელიც გაინტერესებს, თუნდაც სარეკლამო ბანერი ან თუნდაც რაღაცა აქცია. მე ძალიან ბევრი ესეთი ჯგუფი მაქვს ნანახი, რომელშიც ანუ ჯერ იქოქება რაღაცა დვიჟენია, ბევრი ხალხი
ემატება იმ ჯგუფში და როცა ჯგუფი უკვე აღწევს 10,000, 20,000 ადამიანს და მას ბევრი ვიზიტორი ყავს, შემდეგ მის cover-ს იყენებენ როგორც სარეკლამო პოზიციას და საკმაოდ კარგათაც იყენებენ. მეორე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჯგუფს აქვს აღწერილობა, მაგ აღწერილობაში თქვენ შეგიძლიათ მივუწვით თქვენი გარე რესურსები, ისეთი როგორიც არის საიტი, ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის სასურველი გარე რესურსი. ამ თქვენი ჯგუფის დასახელების და ჯგუფის აღწერილობის მიხედვით თქვენ უფრო ძებნადი ხდებით Facebook-ზე და ან ძალიან მარტივად შეგიძლიათ საკუთარი თავის პოზიციონირება ჯგუფის საშუალებით. აი მაგალითად, ჩვენ პორტალს აქვს თავისი ჯგუფი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის და იქიდანაც ყავს რაღაცა ნაწილი ტრაფიკის, იმიტომ რომ ყოველდღიურად იქ ემატება რაღაც რაოდენობის ხალხი და ეს ხალხი ხედავს იმას, რომ ეს ჯგუფი ეკუთვნის ამ და ამ პორტალს და იქიდანაც გვაქვს გარკვეული ნაწილი გადასვლების. შესაბამისად, ანუ აუცილებლად გამოიყენეთ თემატური ჯგუფები. თემატურ ჯგუფებში თქვენ ყოველთვის წააწყდებით თქვენი ან თქვენთვის საინტერესო აუდიტორიას. ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს მივუწვდით ესე აი ვიღაც ვინც აი სახლიდან ყიდის და ასე შემდეგ, ნებისმიერ ვარიანტში არის ეგეთი ვარიანტი. სხვა შორს თქვენთან დავიწყებთ ვებინარს, ხო? აქ გქონდა ჩვენ ერთ-ერთი პრეცედენტი, როდესაც ადამიანი რომელიც სახლიდან ყიდიდა, მისგან რაც შენაძენიც გავაკეთეთ, ხო? იმისთვის რომ გაგვიგოთ როგორ მუშაობს უფრო. კი, საქართველოში ბევრი არის, რეალურად ძალიან ბევრი ბიზნესი იხსნება იქეთება ესე და ძალიან ბევრი პროდუქცია აი ტრიალებს ესე რაღაც კერძო სექტორში. სხვა შორს ძალიან მოდაშია ბიზნესი, რომელიც იწერენ Amazon-დან, eBay-დან. თუ არიან აქ ადამიანები, სხვა შორს ვინც ესეთ საქმიანობას ეწევა. ანუ დასვით ჩაჩიცებრი რვიანი ესეთმა ადამიანებმა თუ არიან საერთოდ ვინც იწერს სხვადასხვა უცხოური საიტებიდან და საქართველოში ყიდის, იმიტომ რომ ციფრი რვიანი დასვით, ხო, ან პლუსი პრინციპში, მაგრამ უფრო გამოკვეთილად თუ არის. კაი, ხალხს რომ ძალიან ტექნიკით არ მოუებეზროთ თავი. ხო, იმიტომ რომ მოდაშია რა ბოლო ხანებში, იმიტომ რომ რეალურად კი ბატონო. გადავიდეთ ეს როგორ აკეთო. ძალიან კარგი, მოდი გადავიდეთ ანუ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტზე, ასევე უფასო ინსტრუმენტზე, რომელიც გააჩნია Facebook-ს, ეს არის Facebook like page, like გვერდი. რომლის შესახებ უმეტესობამ თქვენთაგანმა ალბათ იცის და ალბათ იყენებს. აი ეგ მართლა ძალიან მაინტერესებს, რამდენს გაქვთ like page, ანუ ვინ უწევს ადმინისტრირებას page-ებს, აი რა პლუსები დაწერეთ ჩატში. ანუ მოქმედი like page ვისაც გაქვთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ანუ თქვენთვის ვინც ზოგადად ანუ pages, ვისაც არ გაქვთ შექმნილი page, შეგიძლიათ გადაბრძანდეთ აი ამ ლინკზე, მეჩქებულზე 7000 ლაიკი, და საინტერესოა რა გზით მოაბრო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. არსებობს ლეგალური გზები და არსებობს შავი გზები. ანუ ვისაც არ გაქვთ page, შეგიძლიათ გადაბრძანდეთ მითითებულ მისამართზე და ნებისმიერ ვარიანტში შექმნათ დღესვე ეს გვერდი, ვისაც გაქვთ, ძალიან კარგი. იქნება ანუ რაღაც რჩევებს მოგცემთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მართოთ საკუთარი page უფრო ეფექტურად. პირველი რითაც იწყება ნებისმიერი page-ის შექმნა, ანუ შექმნის მერე ხდება page-ის გაფორმება. Page-ის გაფორმება ხდება ანუ ტექსტური კონტენტით და ვიზუალური კონტენტით. ვიზუალური კონტენტი მოგიხსენებათ Facebook page-ს აქვს cover-ი, აქვს ავატარი, ანუ ლოგოს ვარიანტი თუ ბიზნესია და რა თქმა უნდა ტექსტური ვარიანტი. ინფორმაციის შევსება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, იმიტომ რომ ზუსტად ამ ინფორმაციის მიხედვით შემდეგ ხდება ძებნა Facebook-ზე. ამიტომ ძალიან ბევრს ეზარება არავსებენ ინფორმაციულ ბლოკებს, რომლის შევსებასაც Facebook-ი თავაზობთ და ამით ძალიან ბევრ მოხმარებელს კარგავენ, იმიტომ რომ რით უფრო შევსებულია
კონტენტი, თქვენი pages, მით უკეთესი არის ეს თქვენი ძიებისთვის და ძიებაში პოზიციონირებისთვის. Facebook-ი პირველი გამოაქვს ის გვერდები, რომლებიც არის კარგად შევსებული. თქვენი pages აღწერის დროს გამოიყენეთ აუცილებლად ტექსტში ის საკვანძო სიტყვები, რა საკვანძო სიტყვების მიხედვითაც გინდათ რომ გამოჩნდეთ ძიებაში. ასევე რაც შეეხება დასახელებას, ძალიან ყურადღებით მიუდექით ამ საკითხს. ჯერ ეს ერთი გაითვალისწინეთ ის, რომ დასახელება, როგორც კი თქვენი like page დააგროვებს 250 like-ზე მეც, თქვენ ამ დასახელებას ვერ შეცვლით. ამიტომ თავიდანვე კარგად დაფიქრდით, თუ რა დაარქვათ თქვენ page-ს. ასევე, როდესაც არქმევთ სახელს, ნებისმიერ ვარიანტში ძირითადი საკვანძო სიტყვა, რომლის მიხედვითაც გინდათ რომ Facebook-ში შეძლოთ პოზიციონირება, გამოიყენეთ ამ დასახელებაში. თუ თქვენ გააქვთ სიტყვაზე მასაჟის კაბინეტი, რომელსაც რაღაცა დასახელება ქვია, არ დაარქვათ page-ს მხოლოდ ის დასახელება. დაარქვით დასახელება ტირე მასაჟის კაბინეტი, იმიტომ რომ თქვენი დასახელების მიხედვით Facebook-ში ძიებას არავინ არ დაიწყებს, მაგრამ მასაჟის კაბინეტს შეიძლება ბევრი ეწევს. ან უცხოენების შესწავლა там რაღაცა. ხო, დაარქვით ნებისმიერ ვარიანტში უცხოენები там ტირე თქვენი კომპანიის დასახელება, ან კოსმეტიკა ტირე რაღაც. ან ნებისმიერ ვარიანტში საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ გვერდის title-ში და აუცილებლად გამოიყენეთ, რაც შეიძლება მეტი საკვანძო სიტყვა თქვენი page-ის აღწერილობაში. შემდეგ, რაც შეეხება covers და logos, მე მინდა რომ რამოდენიმე ვარიანტი განახოთ. ანუ აქაც ამ საქმესაც მიუდექით ყოველთვის კრეატივით და გემოვნებით. იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეფექტი ყოველთვის ვიზუალურია. ანუ ადამიანი რომ მოხვდება თქვენს page-ზე, მას კარგი განწყობა უნდა შეექმნას და პოზიტიური განწყობა თქვენი page-ის მიმართ. მე მინდა განახოთ, ერთ-ერთი ტენდენცია არის ესეთი, საკმაოდ საინტერესო like page-ის გაფორმება, როდესაც logo არის cover-ის ნაწილი, ანუ cover-იდან ამოჭრილი ნაწილი. ეს საკმაოდ ბევრი გვერდი მაქვს ესეთი ნანახი, ძირითადად რა თქმა უნდა ეგ გამოადგება რაღაც დიზაინერულ სტილებს ან რაღაც რეალურად ანუ რაც დაკავშირებული რაც არის რაც გაიქცევს არ უნდა დაგენალოთ დიზაინში თუნდაც ფულის ჩადება დიზაინერისთვის შეკვეთა, იმიტომ რომ რეალურად ეს შემდეგ მოგიდათ უფრო მეტ შეკვეთას ვიდრე даже არც არის საჭირო სიტყვაზე რაღაც დიზაინების შეკვეთა და მაგაში ფულის გადახდა, უბრალოდ მიუდექით ამ საქმეს გემოვნებიანად, დაფიქრდით კარგად, სანამ დაიწყებთ გვერდის გაფორმებას. კარგად შეარჩიეთ ვიზუალური მასალები. ჯობია რომ თქვენ ერთი საღამო დაახარჯოთ ამას, მაგრამ შემდგომ მიიღოთ თქვენი აუდიტორიისგან გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება და უფრო მეტი ლოიალურობა. ამის გარდა, აი კაკრას რაც შეეხება ბოლო დროის ტრენდებს და ტენდენციებს, დაახლოებით ერთი თვის წინ Facebook-მა დაამატა like page-ებს call to action ღილაკის დამატების შესაძლებლობა, CTA ღილაკი. Call to action-ი მოგეხსენებათ ინგლისურიდან, ნიშნავს ან მოწოდება მოქმედებისკენ. Call to action ღილაკის დამატება თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ cover-ზე, ხოლმე განახებთ ანუ აი აქ ხედავთ თქვენ გვაქვს ჩვენ დამატებული ღილაკი shop now. ვინც ხართ page-ების ადმინისტრატორები, შეგიძლიათ თქვენს page-ზე გადაბრძანდეთ და თუ არ გაქვთ ჯერ გაკეთებული call to action ღილაკი, აუცილებლად შექმნათ, თუ რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ რაიმე გარე რესურსი. და ამ შემთხვევაში თქვენ საკუთარი cover-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამატებითი ტარგეტირების საშუალება. მაგალითად ჩვენს პორტალზე გვაქვს ატვირთული ესეთნაირი cover-ი, რომელსაც ქვემოთ უწერია იხილეთ ჩვენი პროდუქცია და არის
იცით რა მაინტერესებს? არა, როგორ არის? ჩანს უბრალოდ ჩატში წერენ ბევრ რაღაცებს და იცით რა მაინტერესებს? საერთოდ ანუ შეგიძლიათ ჩატში დაწეროთ ვინ რას, ანუ ვინ რისთვის მოვიდა ამ ვებინარს, ანუ რას ელოდებოდა. დაწერეთ ჩატში რას ელოდებით ამ ვებინარის ბოლოს, რომ რა მიიღოთ. აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიზანი ზოგადად რომ ზოგი მოდის უბრალოდ აი მოვისმენ, ზოგი მოდის აი რაღაცებს ავიღებ სიახლეებს, დავნერგავ, ზოგი მოდის თქვათ რაღაცა ანუ სერიალის ყურება არ მინდა და ვებინარს მოვუსმენ და ასე შემდეგ. ანუ შეგიძლიათ დაწეროთ ან რეკლამა გავზადოთ. აჰა, მირანი. ანუ რეალურად მართლა ვინ რისთვის არის მოსული, დაწერეთ ჩატში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შევეხებით ამას. იმიტომ რომ გასაგებია რომ დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში ჩვენ ყველაფერს ვერ გასწავლით. ანუ ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ, იმიტომ რომ ის გამოცდილება რაც იურის აქვს და რაც ჩვენ მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში, შეუძლებელია პრაქტიკულად ჩატევა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვეცდებით რომ ძალიან არა ჩვენ კარგი მივყვებით ქრონოლოგიურად, თორემ მივალთ რეკლამამდე ნებისმიერ ვარიანტში. ანუ უფასო ლაიქები. კი ბატონო, უფასო ლაიქებს. როგორ ვიშოვო ფულიოლად? საინტერესო. საერთოდ ზოგადად იოლი ფულის შოուն არც ისე კარგია. და იოლი ლატარიის მენტალობა ხო ასე ვთქვი. თორე თუმცა ერთი შეხედვით კარგი ჩანს, მეორე შეხედვით არც ისე კარგია. ყველაფერში უნდა გადაიხადო რეალურად ფასი, ხო, ზეგანაც ვისაუბრეთ. ან დრო, ან რაღაცა რესურსი. ვასწავლეთ ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც ყველას მოაწყვეტება ჩვენს Facebook-ის გვერდს, უჩაღამბობს. აჰა. ამ ჯადოსნურ ღილაკს თქვენ მიიღებთ, თუმცა ამაში დაგჭირდებათ კონკრეტული მოქმედებების გატარება და საერთოდაც ანუ იცით რა არის, მე გეტყვით ახლა რომ ანუ ზოგადად ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ გავცემთ დღეს, ხო არის მართლა ფასეული, მაგრამ 90% უბრალოდ არ დანერგავს ამას. არ გააკეთებს. ანუ 90%-ის პრობლემა არის ის, რომ ისინი კი გაიგებენ, მაგრამ ამას არ გამოიყენებენ. ხვდებით რა შეასაქმე? ხოლო 10% აი ამ ვებინარზეც, ხო? ამ ვებინარზე 10% დარწმუნებული ვართ ჩვენ, რომ 10% აუცილებლად გამოიყენებს ამ ყველაფერს და 10% მიიღებს წარმატებას აი ამ ინფორმაციიდან თავის ბიზნესში. ეს 100%-იანი შეგიძლიათ თქვენ გარანტირებულად იცოდეთ. ხო მართლა ვინ თვლის რომ შედის 10%-ში შეგიძლიათ დაწეროთ 10-იანები? ანუ 10%-ში ვინც 90-ში, 90-ში შეგიძლიათ დაწეროთ ჩატში, მართლა საინტერესოა. 10%-ზე მეტია. ანუ 100% წერს რომ შედის 10%-ში, ხო? ძალიან კარგი დანერგეთ. არა, არასწორია რაღაც მართლა რეალურად. კაცო, რა სერჩი ამ ყოველს. კარგით გავაგრძელოთ. მე მგონი. ანუ საბოლოო ჯამში რაზე გვინდათ გავჩერდეთ, იცით? ანუ რეალურად ის კარგია 10%-ში, please, მაგრამ ანუ რეალურად დანერგვა მოგიწევთ ამ ყველაფრის და რეალურად ჯობია რომ კალმით და ფურცლით ახლა ჩაიწეროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩანაწერიც ახსენეს აქ და ჩანაწერი, სავარაუდოდ არ იქნება. ამიტომ შეგიძლიათ ჩაიწეროთ. არ ვიცი, იქნება. კაი, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. კი ბატონო, ანუ რახან ამაზე შევიდა ლაპარაკი. კი, ანუ აქ საუბარი ზუსტად მაგაზია, რომ ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აი ესეთი ნიუანსები ჯამში რას მომცემს და რას მომიტანს. მე გეტყვით დაახლოებით აი ამ ღილაკს ელემენტარულად რა მოაქვს. აი ამ ღილაკს მხოლოდ და მხოლოდ ერთ call to action ღილაკს მოაქვს დღეში დაახლოებით 10 კლიკი. ამ ღილაკის შექმნას ჭირდება, არ ვიცი, 10 წუთი. ესეთი cover-ის გაკეთებას, რომელიც ამ ღილაკს გამოაჩენს და გამოარჩევს, ჭირდება 9 საათი. და რეალურად 10 უფასო კლიკი დღეში იმ 10 კლიკიდან შეიძლება ერთმა იყიდოს, ან ორმა, ან სამმა. ამიტომ ეს ყველაფერი ნიუანსებისგან შედგება. საბოლოო ჯამში აი ვინც like page-ების მართვაში უკვე ხართ ჩართულები და მეთანხმებით, რომ აუდიტორიასთან მუშაობა საკმაოდ ისეთ საფუძვლიანი საქმეა და თვითონ აუდიტორია რეაგირებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხარისხიან კონტენტზე, კარგად შეფუთულ კონტენტზე და ანუ თუ თქვენ გენანებათ დრო და ენერგია იმისთვის, რომ კარგად შეფუთოთ თქვენი პროდუქტი, ან თქვენი მომსახურება ინტერნეტში, ეგ ნებისმიერ ვარიანტში აისახება იმ საბოლოო კონვერსიაზე, რომელსაც თქვენ მიიღებთ. ანუ ერთ-ერთი საშუალება, როგორც გითხარით, არის აი ესეთი call to action ღილაკის შექმნა.
და ნუ მე ჩვენი გვეწერა მინიმუმ 5 პოსტის განთავსება, ეგ მინიმუმ 5 პოსტის განთავსება ეხება ვინც ახალ page-ს შექმნის, აუცილებლად ანუ იმის მერე რაც ატვირთავთ cover-ს და იკონკას და შეავსებთ ინფორმაციას, იმის მერე განათავსეთ რამოდენიმე პოსტი, რომ პირველი ვიზიტორი თქვენი page-ის არ შემოვიდეს რაღაც სარიელ გვერდზე, არამედ ანუ ლაიქების, პირველი ლაიქების მისაღება თქვენ დაგჭირდებათ ნებისმიერ ვარიანტში რაღაცა კონტენტი. ნუ ვისაც უკვე გააქვთ მოქმედი page-ები და დიდხანს მუშაობთ, იმათ რა თქმა უნდა ეს კონტენტი გაცილებით უფრო მეტი გექნებათ. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად как раз კონტენტის ტიპებზე. ანუ like pages პოსტებზე მოაშვებს. ამას. ანუ როგორ ვიმუშაოთ აუდიტორიასთან და როგორ დავაგროვოთ აი ეს ლაიქები, რომელიც ყველას ასე გვაინტერესებს. როგორც მურადმა თქვა, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი არალეგალური საშუალებები და რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ერთი ესეთი რაღაცა მექანიზმი და რაღაც ტექნიკა, რომელიც აი ეს რაღაც 1000 ლაიქს დღეში მოგიტანთ, ეგ ეფექტურობით იქნება ნებისმიერ ვარიანტში დაბალი. რატომ? იმიტომ რომ ესეთი სისტემები, რომლებიც მუშაობს აი ესე ლაიქების რაღაც ხელოვნურ დაგროვებაზე, არის აგებული იმაზე, რომ აუდიტორია, რომელიც შემოდის თქვენს page-ზე, არის აიდანაც ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, რაღაც სხვა ქვეყნებიდან და რეალურად აზრი არ აქვს. ეგეთი აუდიტორიის ყოფნას აზრი არ აქვს. თქვენ ბევრი ლაიქი გექნებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას არანაირი ფიდბექი, არანაირი რეზონანსი არ ექნება, იმიტომ რომ ეგ არ იქნება ის აუდიტორია, რომელიც დაინტერესებულია თქვენ პროდუქტში და მომსახურებაში. მოიყვანოთ 30000 აუდიტორია და რეალურად ანუ 3000 აუდიტორია იმ აუდიტორიაზე გავლენა საბოლოო ჯამში მაინც არანაირი არ გქონდეთ და შედეგი არანაირი არ გქონდეთ. ამიტომ, როდესაც თქვენ შექმნით ამ page-ს, ან უკვე გაქვთ page-ი შექმნილი, პოსტების შექმნის დროს აუცილებლად უნდა იმუშაოთ აი ამ სიაში მოცემულ პუნქტებზე. ანუ პოსტის ფორმატზე, პოსტის გაფორმებაზე, მის აქტუალობაზე, გაითვალისწინოთ რა ტიპის არის ეს პოსტი და იმაზე იფიქროთ, თუ როგორ ჩართოთ აქტივობა, ან ჩართოთ თქვენი აუდიტორია, რომ მან გააზიაროს თქვენი პოსტები, მოიწონოს, დააკომენტაროს და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტულად რა ტიპის პოსტები მუშაობს და რა ტიპის პოსტები არ მუშაობს. ეხლა მე მინდა თქვენ მაგალითისთვის, რომ კარგად წარმოიდგინოთ, განახოთ რამოდენიმე პოსტი იმ page-ებიდან, რომელიც მე პირადად მომწონს, ეხლა არავის არ უწევია რეკლამირებას, ჩვეულებრივად ძალიან მომწონს ეს კომპანიები, როგორ მართავენ თავის page-ებს და დღეს გავაკეთე სკრინშოტები, რომ თქვენთვის მეჩვენებინა. პირველი რჩევა, რომელსაც მე თქვენ მოგცემთ, მნიშვნელობა არ აქვს, რა კონტენტს აზიარებთ. იქნება ეს ტექსტური კონტენტი, ფოტო კონტენტი თუ ვიდეო კონტენტი, ნებისმიერ ვარიანტში ყოველთვის დავურთეთ ტექსტური კომენტარი. რატო? ისევ და ისევ ძიებისთვის. იმიტომ რომ ფოტოების და ვიდეოების მიხედვით Facebook ვერ ეძებს, მაგრამ ტექსტის მიხედვით ეძებს. თქვენ პოსტს წვდომა აუდიტორიასთან, ანუ გაშლილობა, ხო, რიჩი, რასაც ქვია, ექნება უფრო მაღალი, თუ თქვენ სურათს ექნება დართული კომენტარი, თქვენ ვიდეოს ექნება დართული კომენტარი. რაც შეეხება ვიდეოებს, ვიდეოებს აზიარებენ ორნაირად, ან YouTube-დან აგდებენ ლინკებს, ან თვითონ Facebook-საც აქვს ვიდეოს ატვირთვის საშუალება. ამასთან დაკავშირებითაც გირჩევთ, რომ თუ თქვენ გაქვთ ვიდეო კონტენტი, თუ ის თქვენია, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ ვიდეო ატვირთოთ Facebook-ზე და არა წამოიღოთ ლინკები YouTube-დან, იმიტომ რომ ვიდეოები ატვირთული Facebook-ზე უფრო კარგად ვრცელდება, Facebook-ი დაინტერესებულია საკუთარი უნიკალური კონტენტის შეთავაზებაში და ეს ვიდეოები, რომლებიც ატვირთულია Facebook-ზე, უფრო კარგად ზიარდება და უფრო მისდით თქვენ აუდიტორიას.
ვიდრე ის YouTube-დან გაზიარებული ლინკები. აქვე მინდა მე ერთი ანუ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან ბევრი უშვებს ამ შეცდომას, ჩვენ გვაქვს ის სლაიდი კომერციულ იმაზე რო არის ბევრი გაკეთებული. ანუ ბევრი აკეთებს აქცენტს კომერციულ პოსტებს. ანუ ეს მეტყვი რომ ჩვენთან ფასდაკლება ამაზე, ეს აქცია, ის აქცია და მთელ თავის გვერდს ამუშავებს ამით. ანუ შეიძინეთ დარჩენილია ერთი ცალი, დარჩენილია ორი ცალი, ხო, აი კომერციული გასართობი და ასე შემდეგ. ანუ თქვენი რეალურად like page-ის მართვის ფორმატი უნდა იყოს დაახლოებით 70% უნდა იყოს სასარგებლო ინფორმაცია. ანუ სასარგებლო მაგალითად თუნდაც ტელეფონებში, ხო? ანუ თუ თქვენ გაქვთ ტექნიკა, რეალურად ტელეფონებს ყიდით, ანუ თქვენ დაწერეთ რაღაცა ისეთი, რაც მაგალითად ამ ტელეფონ iPhone-ების მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლო. მაგალითად როგორ დაიცვან რაღაცა ეკრანი და ასე შემდეგ, ანუ რასაც ხალხი გააზიარებს. ანუ თქვენ როდესაც გახდებით მისთვის სასარგებლო, შემდეგ რეალურად ესენი იყიდიან, მაგრამ აი წარმოგიდგენთ ესეთი რაღაცა. კი, ბევრი პოსტავს, ვის უნახავს აი ეს დასვით ჩატში პლუსები, ვინ ხვდება რაზე ვსაუბრობ და ვის უნახავს აი ეს კომერციული პოსტები, რომ დარჩა ერთი ცალი, ფასდაკლება 70%, იყიდეთ და ასე შემდეგ. ხო, ანუ აი რაზე ვსაუბრობ, ვინ ხვდება პლუსები დასვით. ანუ წარმოგიდგენთ ესეთი რაღაცა, თქვენ სახლში მოდის სტუმარი, ყოველ დილით გიგაკონებს და ეს იგივეა, რეალურად ვირტუალური სამყარო გადმოვიტანეთ ცხოვრებაში, ხო? თქვენ სახლში ყოველ დილით კარებზე აკაკუნებს სტუმარი და რაღაცა ტენისი. რაღაცის ასე უხეშად რო ვთქვა, შეტენვა უნდა თქვენთვის, ხო? რაღაც თავზე მოხვევა თავისი აზრის, რომ იყიდე და ყოველ დილით ერთი და იგივე, ვინ როგორ იგრძნობს თავს, შეგიძლიათ სმაილიკებით გამოხატოთ თქვენი ემოცია. ხო. და მეორე ვარიანტი, წარმოგიდგენთ, მეორე ვარიანტი, როდესაც ადამიანი ყოველ დილით მოდის თქვენთან და გიყვებათ გაძლევთ სასარგებლო რჩევას, ხო? სწორი ემოცია აქვს. გაძლევთ სასარგებლო რჩევას, აი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო თქვენს page-ს dislikes გაუკეთებენ. ხო, და აღარ გაუღებენ კარს. კი ბატონო. ანუ აქ იმის თქმაც არ იქნება ურიგო, რომ დღესდღეობით ინტერნეტში ანუ ზოგადად კომერციული პოსტი რა არის. დღესდღეობით კომერციული პოსტი არის ყველა პოსტი, რომელსაც მოყვება ლინკი, ბმული. იმიტომ რომ ამ 21 საუკუნეში ინტერნეტში ყველაფერი ისე არის აჭრელებული რეკლამით, ამ შეთავაზებებით და ლინკებით და ასე შემდეგ, რომ ადამიანი ნებისმიერ ლინკს ანუ ნებისმიერ მოქმედებას ვაი აქ უნდა დავაკლიკო და სადღაც გადმოვიდე, ფსიქოლოგიურად აღიქვავს უკვე რეკლამად. თქვენ, როდესაც აზიარებთ პოსტს, რომელსაც მოყვება ლინკი, თუნდაც ის ლინკი არ იყოს პირდაპირ გამყიდველი ლინკი. ის ნებისმიერ ვარიანტში უკვე აღიქმება როგორც კომერციული პოსტი. ამიტომ თუ გინდათ ეფექტური მუშაობა like page-თან, ნებისმიერ ვარიანტში დაიცავით აი ეს 60-70%-იანი ბალანსი. ან თუ თქვენ პოსტავთ ყოველდღე ერთ პოსტს, ეცადეთ რომ კვირის განმავლობაში 5 პოსტი იყოს სასარგებლო ან გასართობი და 2 პოსტი იყოს კომერციული. ანუ 2 პოსტი შეიცავდეს რაღაცა გარე ლინკებს, ან ისეთ ინფორმაციას, რომელიც აიძულებს ადამიანს დააკლიკოს, სადღაც გავიდეს, რაღაცა დამატებით ნახოს, თუნდაც ფასიანი, თუნდაც უფასო. რატო სასარგებლო და გასართობი? ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ საერთოდ არ უნდა დაპოსტოთ. კი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში თქვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ რაღაცა კომერციული და რეკლამოთ და რაღაცა შედეგი მიიღოთ, მაგრამ ეგ უნდა იყოს ვუალირებული, ეგ უნდა იყოს, ანუ სხვა პოსტებში ჩაკარგული ინფორმაცია და არა ისე, რომ ზედაპირზე დააკლიკე, იყიდე და ბოლოს კარს აღარ გიღებენ. ანუ ორი ტიპის პოსტი მუშაობს, ორი ტიპის კონტენტი მუშაობს ძალიან კარგად, სასარგებლო და გასართობი. ანუ ხალხი მარტივად ალაიქებს, აზიარებს, აკომენტებს გასართობ კონტენტს და იმ კონტენტს, რომელსაც რეალური სარგებელი აქვს მაგათთვის. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის აუდიტორიის ჩართვა კომუნიკაციაში. და აი ამ ორ პოსტზე ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები. აი პირველ პოსტზე არის დასმული კითხვა, რომელ ალკოჰოლურ სასმელს
ანიჭებთ უპირატესობას. და აი თქვენც ხედავთ, რომ ქვემოთ არის საკმაოდ დიდი რაოდენობის კომენტარი, საკმაოდ დიდი რაოდენობის შეარი, ლაიქი. მეორე პოსტი, რომელიც ეკითხება აუდიტორიას, აბა რა ფერის არის ჩვენი კაპუჩინო, თუ არ ვცდები. ხო, ლატე. ხო, ანუ ეს როი კაბაზე ასე. ვიღაცა ხო, საინტერესო. ესეც, ანუ საკმაოდ საინტერესო მექანიკაა. თქვენ ეკითხებით თქვენ აუდიტორიას რაღაცას ბუნებრივია, რომ ხალხი ვინც არ არის გულგრილი და ვისაც მოუნდება გამოხმაურება, ეს გამოიწვევს რაღაცა რეზონანსს, რაღაცა კომენტარს, რაღაცა ლაიქს, რაღაცა შეარს. ასევე, აი რაც შეეხება გაფორმებას, მე გირჩევთ ნებისმიერ ვარიანტში, რომ გამოიყენოთ აუცილებლად გამოიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი ფოტომასალა, ხარისხიანი ვიდეო მასალა და ყოველთვის გაუკეთოთ თქვენს ფოტომასალას ბრენდირება, როგორც არის აქ მოცემული. ანუ ორივე ფოტოს გააჩნია ლოგო იმ კომპანიის დატანილი Z. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რო ზიარდება და მიდის ანუ აგრძელებს თავის მოძრაობას, ხო? ამას რო გააზიარებს, მე იმის ფრენდები ხედავ, მე იმის ფრენდები. ვიღაცამ შეიძლება ეს პოსტი, ეს სურათი ჩამოიწეროს და ხელახლა ატვირთოს და პირველ წყარო, რო ეს იყო там კაფე რესპუბლიკის გაზიარებული, პირველ წყარო დაიკარგოს. მაგრამ ეს ლოგო, რომელიც watermark-ის ვარიანტში აქვს მიკრული, ის არ დაიკარგება. და ეგ სურათი მაინც შერჩება ამ კომპანიას copyright-ად. ახლა თუ თქვენ ანუ გასაგებია რომ ხარისხიანი სურათები არის ბევრი ფოტობანკი, სხვადასხვა საიტები, საიდანაც შეიძლება ხარისხიანი სურათების ყიდვა, ან ხარისხიანი სურათების გადაღება. მაგის საშუალებაც არა აქვს ბევრს, ეგ ძალიან კარგად გვესმის ჩვენ და თუმცა არსებობს ძალიან ბევრი რესურსი ინტერნეტში, სადაც არის ძალიან ბევრი ხარისხიანი ფოტომასალა, აბსოლუტურად უფასოდ და ჩვენ ეგ რესურსების სია გვაქვს ტრენინგზე გვაქვს. ხო, მართლა ვინ იცის რეალურად რომ ბიზნეს ლიგა ტრენინგი ტარდება მომავალ შაბათ-კვირას, ვის აქვს ამის შესახებ ინფორმაცია? დაწერეთ პლუსები ჩატში, ვინ იცის რა არის ბიზნეს ლიგა. პლუსები დაწერეთ ჩატში, ვინ იცის რა არის ბიზნეს ლიგა, ვინც არ იცის დაწერეთ მინუსები. თუ ფასიანი არიცი შვენიერია. ვარიანტები ვინც არის, ეს არის ტრენინგი, რომელიც ტარდება ჯემი დაიურის საავტორო ტრენინგი, რომელიც ტარდება შემდეგ შაბათ-კვირას. შემდეგ შაბათ-კვირას რეალურად ჩვენ კაკრას ამ ტრენინგის ფარგლებში გვაქვს ერთ-ერთი ბონუსი, სადაც არის სია დაახლოებით 200 რესურსის ან მთელი ინტერნეტის მასშტაბით. უცხოური საიტები, მანდარი კი აი ხარისხიანი სურათების ბანკებიც და ასე შემდეგ, ან ძალიან ბევრი უფასო სასარგებლო რესურსი ერთ-ერთ ბონუსად არის. მაგრამ რომ დავანებოთ რაღაცა რთულ მექანიზმებს, ერთი რჩევა მექნება თქვენთვის, რომ უბრალოდ აი, როდესაც თქვენ არჩევთ თემატურ სურათს, პირველს, რასაც წააწყდებით Google-ში, იმას ნუიერებთ. ცოტა ანუ ისევ და ისევ აქ საუბარი არის თქვენი დროის და ენერგიის ინვესტიციაზე საქმეში. იმიტომ რომ ცოტა მეტი დრო დაუთმეთ კარგი სურათის შერჩევას. და შემდგომ ეს ნებისმიერ ვარიანტში დაფასდება თქვენი აუდიტორიის მხრიდან, ეს კონტენტი უფრო კარგ რეზონანსს გამოიწვევს, უფრო მეტ შეარს, უფრო მეტ კომენტარს, უფრო მეტ ლაიქს და საბოლოო ჯამში ის თქვენი დახარჯული დრო ანაზღაურდება. აი როგორ უნდა დავპოსტოთ, მაგიტომაც დავარქვი ამ სლაიდს ესე, იმიტომ რომ შემდეგ მე მინდა განახოთ როგორ არ უნდა დავპოსტოთ, რომ აქ მე წყაროები დავმალე. აი ესეთი პოსტები ხდება მე ტელეფონის ნომერი არ დაკიმა. ხდება, ну ეს ვიზუალის ნაწილია და მაგიტო. ხდება მე ინტერნეტში ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ხდებათ ესეთი პოსტები, რომლებზეც ყველაფერი არის გაურკვეველი. სადაც არის რაღაცა ბევრი სურათის კოლაჟი, აბსოლუტურად გაუგებარი. აი ესე წითელი, მწვანე, აი სტანდარტული ფერები რო არის, ხო იცი ისეთი, აი თვალს რო ჭრის, ისეთი ფერებით რაღაცა აჭრელებული. აი ეს
ეს კაცუნები რო არის, ოქროსფერი კაცუნები რო. აი ამ ოქროსფერი კაცუნებით აჭრელებული პოსტები, watermark-ები რო აქვს, სხვა საიტების, სხვა რესურსების, ფოტობანკების watermark-ები რო აქვს ეს. ეგრევე ეტყობა რომ იაფასიანი რაღაცა. ანუ აი ესეთ, როდესაც თქვენ აზიარებთ ესეთ კონტენტს, აი ამ ყველა პოსტს მე შევხედე და მქონდა 0 გამოხმაურება. ბუნებრივია. თქვენი მომხმარებელი არ არის იდიოტი. ყველა ხვდება უხარისხოს და ხარისხიანს შორის სხვაობას ყველა ხვდება და თქვენ თუ ფიქრობთ რომ აი მოდი მე ახლა 10 წუთს დავზოგავ და სურათს არ მოვიძიებ, არ გავაფორმებ, არაფერს არ დავწერ რაღაც სისულელეს და გამოვაკრავ რაღაც აი ესეთ რაღაცას და მივიღებ შედეგს, ეს არის ძალიან მცდარი მოსაზრება. მე ნებისმიერ ვარიანტში ვირჩევთ რომ ოდნავ მეტი დრო დავუთმოთ, მაგრამ გააფორმოთ თქვენი პოსტები ისე, როგორც საჭიროა და არ გამოიყენოთ აი ეს სტანდარტული ფონტები, სტანდარტული ფერები, ეს სილფაინი, ჩვეულებრივი ქართული შრიფტი რაღაცა. ეცადეთ რომ რაღაცით გამოირჩეოდეთ თქვენი კონკურენტებისგან და შექმნათ უფრო ხარისხიანი კონტენტი, რომელიც გამოიწვევს უფრო დიდ რეზონანსს. ნებისმიერ ვარიანტში თქვენი დრო და ენერგია დაფასდება. რატომ არის რეალურად ნათელი მაგალითია კომპანია Apple, რატო უყვართ ადამიანებს? ხო, იმიტომ რომ რეალურად კომპანიას უნავს დეტალებზე არის ორიენტირებული. კონკრეტულ პატარა დეტალის ხარისხზე. შეიძლება სხვები ყურადღებას არ აქცევენ რომელიღაც პატარა წერტილს, მაგრამ იმ წერტილის დიზაინზეც კი ზრუნავს Apple. ანუ ამიტომ არის ის გამორჩეული და ამიტომ უყვართ ადამიანებს და ჩვენ შემთხვევაში ეს იგივენაირად ახლა აი ნელ-ნელა გადავდივართ უკვე ფასიანი რეკლამის საშუალებებზე. ვისაც აინტერესებდა ეგ თემა, ალბათ ახლა დიდი ყურადღებით მოგისმენთ. სანამ გადავიდოთ ფასიან რეკლამაზე, გეტყვით რომ რა თქმა უნდა თქვენი ლაიქები დაგროვებული, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ რო 5000 ლაიქი გაქვთ, წვომა გაქვთ 5-ვე 1000-ზე. ეს ეგრე არ არის. Facebook-ს აქვს გარკვეული პროცენტი მინიჭებული. რაზეც გაქვთ თქვენ წვომა, თქვენ რო გყავთ 5000 კაცი, თქვენ დაახლოებით იქიდან 500 კაცს მიწვდებით ჩვეულებრივი ბუნებრივი გზით და ჩვეულებრივი პოსტით. თუმცა Facebook-ი ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს დაპოსტვიდან პირველ 20 წუთში მომხდარ აქტივობას. თუ თქვენმა პოსტმა, კარგმა პოსტმა გამოიწვია დიდი რეზონანსი, გამოიწვია დიდი რაოდენობით კომენტარი, დიდი რაოდენობით შეარი ან ლაიქი, პირველი 20 წუთის განმავლობაში Facebook-ი ამ პროცენტს ზრდის და რეალურად თუ თქვენმა პოსტმა მართლა კარგი შედეგები დააგროვა პირველ 20 წუთში, შეიძლება მიწვდეთ 100% თუ არა 5000-დან 4000. Facebook-ი დაინტერესებულია ხარისხიან კონტენტში და როცა ხედავს კარგ გამოხმაურებას აუდიტორიისგან, ეგრევე ზრდის წვდომას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საჭირო არის მაინც რაღაცა გარკვეული ბიუჯეტებით დახმარება. ამ შემთხვევაში ფასიანი რეკლამის სამი ვარიანტი მაქვს მოცემული აქ. ერთ-ერთი არის post boost-ი, რაც ნიშნავს პოსტების რეკლამირებას, ანუ პოსტების წინ წაწევას, page promotion-ი, რაც ნიშნავს კონკრეტულად page-ის რეკლამირებას და გარე რესურსების ტარგეტირებული რეკლამა, რომელზეც ჩვენ მოგვიანებით გადავთ. ორიოდე სიტყვით რო ვთქვა post boost-ებზე და page promotion-ზე, სიტუაცია არის ასეთნაირად, ანუ თქვენ შეგიძლიათ გარკვეული ბიუჯეტი მიუთითოთ დღიური ან სრული კონკრეტული პოსტისთვის ან სრულად გვერდისთვის და დაუმიზნოთ რეკლამა ან რაღაც ახალ აუდიტორიას, ან უკვე არსებულ აუდიტორიას. ანუ თქვენ შეგიძლიათ სიტყვაზე გააქვთ page-ზე 10000 ლაიქი, თქვენმა პოსტმა ბუნებრივად მიაღწია 1000 და გინდათ რომ დანარჩენებსაც არ ნახოთ, შეგიძლიათ გაუშვათ $2-3 რეკლამა და მიწვდეთ სრულად თქვენ აუდიტორიას. ან თუ გნებავთ ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ახალი ლაიქების მოზიდვა, შეგიძლიათ გაუშვათ პოსტის პრომოუშენი გარე აუდიტორიაზე და მოიზიდოთ ახალი პოტენციური კლიენტი. იგივე page promotions რაც შეეხება, იქ შიდა აუდიტორიაზე აზრი არ აქვს რეკლამირებას და არც არის მაგის საშუალებები, იმიტომ რომ უკვე ვისაც აქვს დალაიქებული თქვენი page-ი, იმას ვეღარ დაუმიზნებთ რეკლამას. ამიტომ
ჩვეულებრივად მივუთითებთ იქ ტარგეტირება ძალიან მარტივი არის, უბრალოდ ასაკს სქეს, რაღაც მინიმალურ ტარგეტირების მინიმალურ ვარიანტებს გაძლევთ და შეგიძლიათ თქვენი პეიჯი დაარეკლამოთ იმ ფიქსირებულ აუდიტორიას. ახლა გადავიდეთ ესეთ მსხვილ ბლოკზე, ესეთი შედეგი, რომელსაც გაჩვენებთ. ანუ გადავიდეთ ტარგეტირებულ რეკლამაზე, შედეგზე ბოლოს თქვა პრინციპში ჩვენ ჯერ ზოგადად მიმოხილვა გავაკეთოთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამ ეტაპზე ვის გაქვთ გაშვებული რეკლამები, ფასიანი, გარე რესურსების, ან ვის დაგირეკლამებიათ ოდესმე თქვენი რესურსები Facebook-ის ტარგეტირებული რეკლამით. დასვით პლუსები თუ შეიძლება ჩაიჭრით. მოდი ესე გავაკეთოთ, ვისაც აქვს ამ ეტაპზე გაშვებული, დასვით თუ აი ამ ეტაპზე მოქმედი ვისაც აქვს, რო გავაკეთოთ, ანუ ცალკე რა, ვისაც აქვს მოქმედი და ვისაც $26 ვალი მაქვს ბექანს. Facebook-ის ხო? მე მაქვს 100 ბატონო, ამირან გიორგი გელა, ვერ განსაზღვრა რა და როგორ, ანუ რას ვერ განსაზღვრა მივხვდი. ოკეი. ანუ ეხლა თქვენ გექნებათ საშუალება, რომ აი სხვა შურს ვის ანუ კარგი ვისაც აქვს გაშვებული ანუ რა კლიკი რამდენი ცენტი უჩნდებათ ანუ შეგიძლიათ დაწეროთ ერთი მოზიდული პოტენციური მომხმარებელი დაახლოებით კლიკი რამდენი გიჩნდებათ ხო რამდენი ცენტი გიჩნდებათ თქვა ხო იმიტომ რომ Facebook დოლარებში იღებს თანხას უბრალოდ ზოგადი სტატისტიკისთვის 2 ცენტი კი ბატონო დანარჩენებას დაწერეთ ანუ იაქტიურეთ და ვიღაც შეიძლება არ იცის საერთოდ შეიძლება ვიღაც 2 5 3 5 4 0 ეს რეკორდი მოგვიწია ჩვენ გვასწავლეთ ჩატარ ტრენინგი მე დაიგორი ავსებოთ გავიმით იმიტომ რომ ჩვენ თემაში არა შეიძლება 003 ან შეიძლება 003 სხვა შედეგებს მაძლევს ხოლმე ხო ნუ გასაგები საშუალო შედეგი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში $70 დამეხარჯა და დავიჭირე ერთი კლიენტი პირველ რეკლამაზე. აი ზუსტად ეს არის ის თემები რა, როდესაც ანუ ROI რა ღირს თქვენი კლიენტი, ანუ ვის რამდენი უჩნდება ერთი კლიენტი რეალურად. ეგ ძალიან advanced თემებში გადავარდიშეთ. ნუ ამაზე რეალურად, ნუ ამაზე ცალკე ტრენინგის ჩატარებაა შესაძლებელი იყო. და ჩატარდება. კარგი. ძალიან კარგია, რომ ანუ გარკვეულ აუდიტორიას უკვე აქვს გარკვეული შედეგები, მაგრამ მე მგონი უმეტესობას რეკლამა არც აქვს გაშვებული. $300 მაქვს დაკარგული ერთხელ დასრულების დრო არ მივთითე და მათი რა, აი ზუსტად ეს რეალურად დაკარგვა არ არის. ანუ თქვენ გქონდათ არასწორი კამპანია, ხო ზუსტად ამაზე ისაუბრებ სίγური. რეალურად ანუ რატომ უნდა დაკარგო თუ შენ გაქვს სწორად გათვლილი მარკეტინგი $30 თუ გაძლევს ერთ კლიენტს $300-ში 10 კლიენტი უნდა მიიღო შენ რეალურად თუ სწორი მარკეტინგი გვეტყვი ხო ამაში კი ბატონო ნებისმიერ რეკლამის გაშვება იწყება რა თქმა უნდა სამიზნე აუდიტორიის შერჩევით ეს არის მნიშვნელოვანესი კრიტერია რომელსაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას აი ზუსტად ის კლიკის ფასი, რომელსაც თქვენ საბოლოო ჯამში მიიღებთ, ძალიან არის დამოკიდებული იმ აუდიტორიაზე, რომელსაც თქვენ რეკლამის გაშვებისას მიუთითებთ. Facebook-ს აქვს ძალიან ბევრი ან მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ამ აუდიტორიის გაფილტვა. ძალიან ბანალურიდან რო დავიწყოთ, ჩვეულებრივად ასაკით, სქესით სამწუხაროდ არ აქვს Facebook-ს ქალაქზე ტარგეტირების საშუალება, რაც მე ძალიან ხელს მიშლის ჩემი კამპანიების დაგეგმვაში. ბევრ ქვეყანაში არის ქალაქი, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ კონკრეტულად თბილის, ან კონკრეტულად ბათუმს, ან ქუთაისს ვერ უმიზნებთ даже მსხვილ ქალაქებსაც. ანუ რეკლამირების საშუალება არის მხოლოდ მთლიანად საქართველოს მასშტაბით და ნუ შემდეგ უკვე წვრილმანდებით სხვა
იმეებში, სხვა პარამეტრებში. არც ისე ბევრმა იცის, რომ Facebook-ს ინტერესებში აქვს ესეთ საინტერესო ფუნქციები. თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ თქვენი რეკლამა ნებისმიერი device-ის მომხმარებელს. სიტყვაზე თუ თქვენი პროდუქტი არის გათვლილი smartphone-ების მომხმარებლებზე, შეგიძლიათ დაუმიზნოთ smartphone-ის მომხმარებლებს, პლანშეტის მომხმარებლებს, პლანშეტური კომპიუტერების, ან desktop კომპიუტერების, ან device-ების მიხედვით არის შესაძლებელი, გარდა ინტერესებისა. რეგულირება არის შესაძლებელი. მოწყობილობებზე. არის შესაძლებელი ტარგეტირება სხვადასხვა სხვადასხვა იმეებზე, რა ქვია, სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულ ადამიანებზე. აი სიტყვაზე თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ რეკლამა, გარდა იმის, თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ რეკლამა იმ ხალხს, ვინც არის Facebook გვერდების ადმინისტრატორები. ვინც იხდის ფულს Facebook-ზე. თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ კონკრეტულად იმ ტიპებს, ვინც ეგუება ახალ ტექნოლოგიებს ადრე, ან გვიან ეგუება ახალ ტექნოლოგიებს. აი ველში ინტერესი აუცილებლად დაათვალიერეთ, ძალიან ბევრი პარამეტრი არის, რომლის შესახებ თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ, სხვათა შორის ძალიან ბევრი დაამატა Facebook-მა ახლახანს, მან არის ძალიან ბევრი საკმაოდ საინტერესო ტარგეტირების საშუალება. ინტერესების მიხედვით ტარგეტირება როგორ მუშაობს, მაგასაც 2-3 სიტყვით შევეხებით. ანუ თუ თქვენ უთითებთ სიტყვაზე ინტერესებში ბიზნესს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს მაინც და მაინც ბიზნესი უნდა კონდეს მონიშნული თავის პროფილში რო აინტერესებს. ეს ეგრე არ არის. Facebook-ი ინტერესების მიხედვით ტარგეტირებას ახერხებს შემდეგნაირად. ის აჩვენებს რეკლამას იმ ადამიანებს, ვინც დაკავშირებულია რესურსებთან, რომლებიც არის იდენტიფიცირებული როგორც ანუ ბიზნეს რესურსი. აი სიტყვაზე ან page-ი, რომელიც არის რაღა ბიზნესს გადავაწყვეტ. სიტყვაზე ბანკის თემა. თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ რეკლამა იმ ხალხს, ვისაც TBC ბანკის page-ი აქვს დალაიქებული. ან კავშირში არის TBC ბანკთან. TBC ბანკს რამოდენიმე page-ი აქვს. თქვენ შეგიძლიათ დაუმიზნოთ იმ ადამიანებს, ვინც არის კავშირში TBC ბანკთან. ან იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს მარკეტინგი. ეს Facebook-ი ამ შემთხვევაში ამოარჩევს იმ აუდიტორიას, რომელიც დაკავშირებულია მარკეტინგის თემებთან, ასე თუ ისე, ანუ მარკეტინგთან დაკავშირებულ ჯგუფებში არის ეგ აუდიტორია, მარკეტინგთან დაკავშირებული page-ები აქვს დალაიქებული და ასე შემდეგ. ასევე ეხლა სამ არის საინტერესო მე გამოვიყენე დაახლოებით არც თუ ისე დიდი ხნის წინ Facebook-მა დაამატა ესეთი ფუნქცია, ვისაც აქვს მაგალითად კონკრეტული ბაზა ტელეფონის ნომრების ან email მისამართების, ხო? თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ეს email მისამართები Facebook-ს და იმ ხალხზე კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე თუ თქვენ ხავთ, ანუ ესეთი სამიზნე აუდიტორია პირდაპირ დაუმიზნოთ ამ ადამიანებს და იმ ტელეფონის ნომრები, ვისაც აქვს მითითებული, იმათ დაურეკლამოთ. შესაბამისად, თქვენ ბიუჯეტს არ აძლევთ ბევრს, ანუ და პატარა შეიძლება $3 ბიუჯეტში აითვისოთ 10,000 ადამიანი პრინციპში, თუ ესე პირდაპირ სამიზნეს დაუმიზნებთ და $3 ბიუჯეტში 10,000 ადამიანი რო აითვისოთ, შეიძლება იქიდან მიიღოთ 5-6 კლიენტი გააჩნიათ თქვენი პროდუქტი რა ღირს და რა ფასიანია, ხო? აი ესაც სხვა შორის შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ამასაც, ხო? დღეს ასევე ჩვენ ვისაუბრეთ პრინციპში, Facebook-ის, ანუ Facebook-ს რემარკეტინგზე თუ ტრენდინგზე თუ როგორ. რემარკეტინგზე ჯობია ხო თორსა შეიძლება ძალიან ვრცელი თემა. ვაფშე ტარგეტირების თემა ცოტა ვრცელი თემა. სხვათა შორის ახალი დამატებული აქვს კიდე Facebook-ს, აი დამიზნება like page-ებზე. ძალიან ცუდია, რომ აი საქართველოს მასშტაბით არ არის იმდენი like page-ი, რომლებსაც აქვს ძალიან ბევრი like-ი დაგროვებული. ზოგადად დამიზნება შესაძლებელია იმ like page-ების აუდიტორიაზე, ვისი like-ებიც მე მგონი 100,000 აჭარბებს. აი მაგალითად My Autos
მომხმარებლებს. აი სიტყვაზე თქვენ რაღაც ავტომობილო ბიზნესი გაქვთ, ხო? თქვენ შეგიძლიათ მარტივად რეკლამა და აი აქ ინტერესებში ჩაწეროთ My Auto G და დაუმიზნოთ ეს რეკლამა იმ ტიპებს, ვისაც აქვს დალაიქებული My Auto. დაბალ ლაიქიას ვერ კითხულობს. დაბალ ლაიქიას ვერ კითხულობს, ხო, კითხულობს მხოლოდ ისეთ გვერდებს, რომლებსაც ბევრი ლაიქი, მე მგონი 50,000 თუ აღემატება იმის ლაიქი, თქვენ შეგიძლიათ იმ ჯგუფის აუდიტორიას დაუმიზნოთ. თუ თქვენ იცით, რომ არსებობს like page-ი, რომელსაც ბევრი ლაიქი აქვს, რომელიც ეხება თქვენს თემატიკას, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად იმ page-ის ფანებს დაუმიზნოთ თქვენი რეკლამა. კარგი, ამ ტარგეტირებაზე საუბარი უსასრულოდ არის შესაძლებელი, ამიტომ გადავიდეთ თვითონ კამპანიის ძირითად მახასიათებლებზე. აი მაგიტომაც ვკითხეთ ჩვენ აუდიტორიას გააქვთ გაშვებული რეკლამა თუ არა, იმათთვის ვისაც ქონია გაშვებული რეკლამა, ეს ცხრილი საკმაოდ ნაცნობი იქნება. ვისაც ეს ცხრილი ჯერ არ უნახავთ, მე მინდა რომ აი აქცენტი გავამახვილო სამ მაჩვენებელზე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენი რეკლამის ეფექტურობას. ანუ თუ შერჩეული იქნა სწორი აუდიტორია და თქვენ რეალურად ის შეთავაზება, რომელიც თქვენ შექმნით, თქვენ აუდიტორიას პრინციპში აინტერესებს, Facebook-ი თქვენს ინტერნეტ კამპანიას ანიჭებს რანგს. 10 ქულიანი შეფასებით. ესეც არის ძალიან ახალი, ეხლა ხანს გაჩნდა სადღაც ერთ თვის განმავლობაში. ანუ აფასებს თქვენი რეკლამის აქტუალობას 10 ბალიანი სისტემით. თუ თქვენ ანუ 6 ბალზე მაღალი პრინციპში რეკლამირება ღირს. თუ Facebook-მა მიანიჭა თქვენს სარეკლამო მესიჯს დაბალი რანკი, ანუ 10-დან 6 ქულაზე ნაკლები, 5, 4, 3, ეგ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაფიქრდეთ ან აუდიტორიის გადაფილტრვაზე, ან თქვენი მესიჯის შეცვლაზე. ანუ Facebook მიიჩნევს, რომ თქვენ მიერ შედგენილი მესიჯი თქვენ მიერ გაფილტრულ აუდიტორიას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში ეს უნდა იყოს 10. 10-დან 10. თუ თქვენ რანკი გაქვთ კარგი, ანუ შეფასება Facebook-ისგან თქვენმა რეკლამა მიიღო კარგი, თქვენ შეგიძლიათ თამამად გაუშვათ რეკლამა და დაელოდოთ მეორე პარამეტრის დაგენერირებას, რაც არის CTR, click-through rate. CTR, ანუ ინგლისურად click-through rate, ნიშნავს, ანუ კონკრეტულ ჩვენებებზე რამდენი კლიკი გაქვთ პროცენტულ მაჩვენებებში. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, თუ 100 თქვენი რეკლამის 100 ჩვენებაზე 1 კლიკი გაქვთ, ესე იგი CTR-ი გაქვთ 1%. ანუ 1%-მა რეაგირება მოახდინა კლიკის სახით თქვენს რეკლამაზე. ამ CTR-თან პირდაპირ კავშირში არის cost per click, ანუ ის ფასი, რომელიც გიჯდებათ კლიკი. აი ზუსტად რაც ვიკითხეთ ჩვენ ჩატში. 3 ცენტი, 2 ცენტი თუ 1 ცენტი თუ 5 ცენტი გექნებათ, ეგ პარამეტრი დამოკიდებულია CTR მაჩვენებელზე, ანუ click-through rate-ზე. ამიტომ თქვენი მიზანი არის, რომ CTR მაჩვენებელი, ეს პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც აქ ჩვენ ყოფილი გვაქვს, იყოს მაქსიმალურად მაღალი. მაქსიმალურად მაღალი ის რომ იყოს, აქ რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ თქვენი სარეკლამო მესიჯი ისევ და ისევ თქვენ აუდიტორიას შეესაბამებოდეს სწორად და იყოს მაქსიმალურად პრეზენტაბელური, იქცევდეს ყურადღებას, იქცევდეს კლიკს და მოყვებოდეს შედეგი. 1 ცენტი, როგორც ასეთი, საქართველოს მასშტაბით არის სტანდარტული მაჩვენებელი კარგი რეკლამის. 1 ცენტს Facebook-ი მოგანიჭებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი CTR-ის პროცენტი არ არის 1%-ზე დაბალი. ანუ 1%-ზე მაღალი CTR-ი უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ cost per click-ი, ანუ კლიკის ფასი იყოს 1 ცენტი და უფრო დაბალი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი CTR პროცენტი არის 0 რაღაცა, ანუ 1%-ზე დაბალი, მაგ შემთხვევაში თქვენი რეკლამა დაიწყებს გაძვირებას, იმიტომ რომ თქვენი მესიჯი არ არის საკმარისად
კარგად შედგენილი არ იქცევს საკმარის ყურადღებას თქვენი აუდიტორიისგან, აქ ისევ შეიძლება იყოს შეცდომა თვითონ აუდიტორიის შერჩევაში, ან თვითონ იმ სარეკლამო მესიჯში, რომელსაც თქვენ არეკლამებთ. ანუ ზოგადად ვისაც აინტერესებს ფასფორმირების თემები, ანუ როგორ Facebook-ი რატო ანიჭებს 1 ცენტს, 2 ცენტს, 3 ცენტს, 5 ცენტს კლიკს, მიაქციეთ ყურადღება აი ამ CTR პროცენტს. ეცადეთ რომ CTR-ი 1%-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს და კარგი კარგ რეკლამაში გადის 2%-ზე უფრო მაღალი. ეხლა მე ხო, მინდა განახოთ ჩვენი ერთ-ერთი რეკლამის საკმაოდ ისეთი კარგი შედეგი. აი ეს არის ახალ წლებში ჩვენ გავუშვით ჩვენი საიტის ტექნიკის შესახებ რეკლამა $5 ბიუჯეტით. ამ დღეში ხარჯავდით $5 და მივიღეთ აი ესეთ შედეგი, ანუ 1052 კაცი მოვიდა ჩვენთან $5 რეკლამა. რაც ეს არის 4 იანვარი. 4 იანვარი. ანუ ჩვენ მივიღეთ ერთი კლიკი, რომ გესმოდეთ, 9 ცენტზე უფრო იაფად. ანუ რეალურად ესეთი შედეგები შესაძლებელია. 1 ცენტიც კი არ არის პრედელი კარგად დაგეგმილი რეკლამა. ეს არის თქვენი 1000 პოტენციური კლიენტი. ყოველ დღე. მით უმეტეს რომ ანუ ეს არ იყო რაღაცა რომ გაგივარდება ისეთი შედეგი არ იყო, თუ თქვენ დააკვირდებით ამ გრაფიკს, მიხვდებით რომ აი აქ სულ იყო ერთი და იგივე ბიუჯეტის ფარგლებში, $5 ბიუჯეტის ფარგლებში გაშვებული რეკლამა და აი ყოველ დღე, სადღაც ერთი კვირის განმავლობაში $5 ჩვენ ვაგროვებდით 800, 900, 1000, აი აქ 1000 კი არა, 900 კაც, 800 კაც დღეში და მე რა თქმა უნდა ნელ-ნელა ეს პროცენტი, ანუ ეს მაჩვენებელი დაეშვა ისე 1 ცენტზე. თქვენ ახლა რეალურად გააცნობიერეთ საკუთარ პროდუქტზე, რომ მიიღოთ დღეში 1000 პოტენციური კლიენტი. რომ მიიღოთ დღეში 1000 პოტენციური კლიენტი თქვენს პროდუქტზე, თქვენს საიტზე, თქვენს რესურსზე და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, აქედან რამდენი ადამიანი იყიდის და როგორ იგრძნობთ, ანუ ვის უნდოდა საერთოდ 1000 კლიენტი Facebook-დან დასვით ჯაჭვში, ციფრი 1000 დაწერეთ ჯაჭვში. იმიტომ რომ ეს მართლა შესაძლებელია, ეს უბრალოდ სწორი სარეკლამო მესიჯები, მეტაფორა კი არა, რეალობა. უსეშე 1000 დასვით ციფრი 1000 ჯაჭვში. $5 ბიუჯეტში 1000 კლიენტი, ანუ რეალურად ცხოვრებაში ეს შეუძლებელია, ანუ ინტერნეტის გარეშე. რა ახლა მაღაზიაში 1000 კაცი რომ მიიღო, $5 არ გეყოფა დღეში, ხო? ანუ პრინციპში. აი 1000-ები წამოვიდა, ვიღაც წერს 100. ვის უნდოდა 10000? დაწერეთ 10000 ჩატში. ოღონდ დღეში არა, თვეში. ბანკებს დაუწია. ნუ დღეში 10000 რეალურად, თუმცა ალბათ შესაძლებელი. პრინციპში მეგობრებო, საქართველოს ბაზარი არის ძალიან დაბალი კონკურენცია, ჯერჯერობით და ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. თუმცა მოსკოვში რუსეთში ელემენტარულად ერთი კლიკი ჯდება, $1 თუ ჯდება, ეს კარგი ფასია რა. ანუ ერთი კლიკი აქ ხდება აი ჩვენ შემთხვევაში 0.05 ცენტი. იჭდება $1, იმიტომ რომ კონკურენციაა დიდი. ძალიან კარგი, ხო? აქ მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რა ქვია, მე რამდენიმე სიტყვით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სარეკლამო მესიჯს, რასაც თქვენ დაწერთ. ხვდებით, ანუ მაგალითად რეკლამას რო აკეთებ, ტარგეტირებულ რეკლამას, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ანუ მქონდა სარეკლამო მესიჯი, უბრალოდ აი ჩვენ როგორი მქონდა ლევანის кейსი, ანუ შეგიძლია ის თქვა, ანუ ჩვენ არის შემთხვევა, როდესაც თქვენ საუბრობთ მახასიათებელზე და არის შემთხვევა, როდესაც თქვენ საუბრობთ საბოლოო შედეგზე, სარეკლამო ბიუჯეტში. მაგალითად, აბ-ტესტირებაზე უნდა ვისაუბროთ. მახასიათებელი რა არის? ხო, ანუ მახასიათებელი ნიშნავს, მაგალითად, თქვენ თუ ყიდით ავტომობილს და თქვენ წერთ, რომ ჩემს ავტომობილს აქვს მაგალითად აჩქარება რაღაცა 4 წამში 100 კმ/სთ, ეს არის მახასიათებელი, ხვდებით? ანუ მაგრამ პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა. პრობლემა არის გადაადგილების. თქვენ შეგიძლიათ სარეკლამო მესიჯში მიაწეროთ ესეთი რაღაცა, იყავით ანუ 9 საათით ადრე, ანუ შეიმცირეთ თქვენი დრო, ხვდებით? ანუ ადამიანს სჭირდება რომ სწრაფად
time management-ი მოიწეს, როგორ სწრაფად გააკეთოს ეს ყველაფერი. ან თქვენ საბოლოო შედეგზე უნდა ისაუბროთ იმაში, რა ქვია, message-ში და არა მახასიათებლებზე, რომ ანუ ჩემი პროდუქტი ესეთია და ან დრო და ან რაღაც. კი, ეგ არის კაკრას აუდიტორის შერჩევის ერთ-ერთი ძალიან ხშირი პრობლემაც, რომ ანუ ადამიანი რომელიც გეგმავს კამპანიას და ყიდის რაღაც გარკვეულ პროდუქტს, ამ შემთხვევაში ავიღოთ სიტყვაზე ავტომობილები, ის ცდილობს რეკლამის ტარგეტირება მოახდინოს ადამიანებზე, ვისაც დიდი ალბათობით ჭირდება ავტომობილი. და ძალიან დიდ აუდიტორიას კარგავს იმ სიტყვაზე ვიძახი ხო ავტომობილი ცოტა ძვირი პროდუქტია, მაგრამ სიტყვაზე ვიძახი ხო? და ძალიან დიდ აუდიტორიას კარგავს, ვისაც უბრალოდ გადაადგილების პრობლემა აქვს. აი ჩვენ გქონდა ერთი ესეთი кейსი, რომელიც ეხებოდა კაკრას პარტნიორების მოზიდვას, ანუ ჩვენ გქონდა გაშვებული რეკლამა ბიზნესის დაწყების შესახებ. და იქ მესიჯი ეწერა, რომ პირდაპირ აი მოდით დაიწყეთ ბიზნესი ჩვენთან და ამ რეკლამას ჰქონდა ძალიან დაბალი მაჩვენებლები CTR-ის ფასიც გაგვიძვირდა რაღაც 5 ცენტი გავიდა და მე ჩვენ მივხვდით, რომ ხალხის სურვილი მაინც და მაინც ბიზნესის დაწყება კი არ იყო. ხალხის პრობლემა იყო დასაქმება და ფულის შოვა. და ჩვენ დაუმიზნეთ ჩვენი რეკლამა არა იმათ, ვისაც ბიზნესის დაწყება უნდათ, არამედ იმათ, ვისაც ჭირდებოდა ფული, ან ვისაც ჭირდებოდა დასაქმება და როგორც ალტერნატივას ვთავაზობდით ბიზნესის დაწყებას. ესეთ კამპანიას ჰქონდა, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი შედეგი და ჩვენ $5 ვიღებდით არა 300 კაცს, არამედ 600 კაცს და 1 ცენტზე დაბალი კლიკი ჰქონდა ისევ და ისევ. ანუ ყოველთვის ეცადეთ თქვენი რეკლამის გამახვილება ადამიანის პრობლემებზე და არა თქვენი პროდუქტის ანუ აი პროდუქტის მახასიათებლებზე. მე მაქვს რაღაც მე ვყიდი ძალიან ლამას ყვავილებს, არა ანუ საბოლოო მიზანი არის სიტყვაზე, რომ აი თქვენ რო იყიდით ჩვენ ყვავილებს მეორე ნახევარს უყვართ. თქვენ ნებისმიერი სვიდანია დასრულდება წარმატებით და რაღაც ესეთი. ძალიან კარგი, მეგობრებო და პრობლემა. ვის აინტერესებდა პრინციპში აი ამ თემაში უფრო მეტი დასვით ჯაჭი პლუსები, ვისაც პრინციპში უფრო მეტი აინტერესებდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე საათნახევარია საუბრობთ თქვენთან. Facebook-ზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ. უფრო კონკრეტულად, უფრო შედეგიანად ვის აინტერესებდა პრინციპში უფრო მეტი რომ მიიღოს შედეგი. დასვით ჯაჭი პლუსები. კი ბატონო. ეხლა ნახეთ რა შეესაქმე. ხო მართლა, რაც შეეხება იმას, მე მინდა კიდევ რაღაც აქცენტი გავაკეთო. აქცენტი არა, უბრალოდ მაინტერესებს, ანუ აქ არიან ბიზნეს ლიგის მონაწილეები, ვინც 28-ში და 29-ში მოდის. რუიანები დასვით ბიზნეს ლიგა, ვინც უკვე გადაიხადა და მოასწრო 90 ლარად შეძენა. იმიტომ რომ დღეს უკვე ეს ფასი აღარ არის, ჩვენ უკვე ავიყვანეთ საკმარისი რაოდენობა. რუიანები დასვით ეს ადამიანებმა თუ არის, რამდენიმე ადამიანი არის ესეთი, ხო? კი ბატონო. კი. და არიან ისეთი ადამიანები, ვისაც პრინციპში, ვინც ვერ მოასწრო ფასტაგლებით შეძენა. ვინც ვერ მოასწრო ფასტაგლებით შეძენა, ასეთ ადამიანებმა დასვით 7-იანები. იმიტომ რომ ახლა ფასი რამდენია ფასი? $300. 300-ია? ირინა რამდენია? 150. ეხლა არის $150. რეალურად $150. შეიძლება შეიძინოთ, თუმცა პრინციპში ჩვენ უკვე რა ვიცი, ჩვენ მეგობრია, 7-იანები, ვისაც პრინციპში აინტერესებდა ამის შეძენა, ხო? რამდენია ეგეთი? რამდენიმე 7-იანია რა. მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. არიან აქ ისეთი ადამიანები, ვინც არასოდეს საერთოდ არაფერს არ დასვავს ჩატში. იმათ დასვით ახლა ციფრი 10-იანები, ვინც რა კითხვაც არ უნდა დაუსვათ, მაინც არაფერს არ დასვავს ჩატში. ესეთ ადამიანებმა 10-იანები დაწერეთ ჩატში მართლა, ხო? ვინც პრინციპულად საერთოდ კლავიატურაზე ხელს არ დააჭერს. არც ახლა დააჭერა. ხო, აი ერთი ადამიანია, კი ბატონო. ძალიან კარგი, მეგობრებო, მოკლედ მაგრამ რამდენი იყო ის 7-იანი? 7-იანი იყო, რამდენიმე იყო რა. პრინციპში ვისაც უნდა რომ ფასტაგლებით შეეძინა. და ადგილები? ადგილები გვაქვს?
არა. 150 დოლარს შევაკეთე. კარგი, მეგობრებო, ესე იგი დღევანდელი ვებინარი. დღევანდელ ვებინარზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტარგეტირებულ რეკლამაზე Facebook-ზე, მაგრამ კიდევ საბოლოო ჯამში ის ინფორმაცია, რასაც მოიცავს Facebook-ი, ეს არის რემარკეტინგი ელემენტარულად, რომელიც AB ტესტირება და ძალიან ყველაფერს ბევრი ნიუანსი უბრალოდ ვერ ჩავეტევით ამაში და იურას დაჟე უნდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებას მზღუდავ ფორმატში. ან საშუალებას არ ვაძლევ, იმიტომ რომ რეალურად მართლა, ისეთი მომენტია, რომ ამ ყველაფრის დაჟე ეს ინფორმაცია, რაც თქვენ მიიღეთ, ესაც იყო რაღაცა ძალიან ცოტა პროცენტი იმის, რაც არსებობს. ძალიან კარგი. მოკლედ, დავასრულოთ მაშინ. 28 და 29 მარტს არის ტრენინგი, რომელსაც ქვია ბიზნეს ლიგა და გიორგიც მოდის რო ენდასო ჩვენი. ესე იგი, ბიზნეს ლიგა, რომელიც უკვე გაიყიდა ბილეთები, მონაწილეები რეალურად უკვე არიან, სადაც უნდა ჩატარდეს ეს ყველაფერი. ამ ბიზნეს ლიგაზე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე არა მარტო Facebook-ზე, არამედ Google-ის არსებობს Google-ის AdWords-ი, ანუ სარეკლამო რესურსი, ანალიტიკა, როგორ აწარმოო, საიდან მიიღო კლიენტი, ანუ როგორ გაზარდო კლიენტების რაოდენობა, არა მარტო ინტერნეტით, არამედ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ამ ტრენინგზე ეს ორდღიანი ტრენინგი იქნება, რომელზეც იქნება ჩვენი პრაქტიკული ინფორმაცია და ის ადამიანები, ვინც ამას დაესწრებიან, რეალურად ვიანები დასვა არიან ბედნიერი ადამიანები. არიან ბედნიერი ადამიანები, ხო, იქიდან გამომდინარე რა დაგვიერთმით ტრენინგში. ხო, ესეთი მომენტია. ამიტომ მეგობრებო, დღევანდელი ვებინარის მონაწილეებისთვის ჩვენ რეალურად არ ვაპირებდით ამას, საერთოდ არ გქონდა გეგმაში. დარბაზი რა შეიცვალა? შეიცვალა? მაშინ არ გამოვა? კაი, გამო. ანუ დღევანდელი ვებინარად ვიზოთ. კი ბატონო. აი ჩატში არის 66 ადამიანი. 66 ადამიანი. ჩვენ ახლა მოგცემთ ლინკს. პირველი 5 ადამიანი რეალურად, მეც მართლა არა ვიყვანთ, ამასაც არ ვაპირებდით და მე ესე ანუ სპონტანურად 5 ბევრი ხო არა. კაი. ან თქვენ შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ, ვინც ელოდებოდა 90 ლარად, გაიაროთ რეგისტრაცია და 90 ლარად შეიძინოთ კიდევ ტრენინგი 24 საათის განმავლობაში. ან თქვენ რო შეავსებთ, ანუ რეგისტრაციის შემდეგ რა ხდება? ახლა თქვენ უნდა დააჭიროთ მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღებას შემდეგ ნახავთ ფარსი, აქ არის მოცემული. დააჭერთ მონაწილეობის მიღებას, გაიხსნება ფორმა, შეავსებთ თქვენ სახელს, იმეილს და კიდე რა არის? ტელეფონის ნომერს და შემდეგ მოგცემთ უკვე, ანუ დააჭერთ მონაწილეობის მიღებას, რეგისტრაციას დააჭერთ. ამის შემდეგ ჩვენ ტრენინგის მენეჯერი დაგიკავშირდებათ და უკვე გადახდის მეთოდს შეათანხმებს თქვენთან თუ როგორ უნდა გადაიხადოთ ეს ყველაფერი, რა დროში და ასე შემდეგ. ვიდეო ჩანაწერს მაგას ხო ვილაპარაკე. ანუ კიდე 5 ადამიანს ჩვენ ფასდაკლებით ანუ ვაძლევთ საშუალებას ხო რომ ფასდაკლებით დაესწრონ ჩვენს ტრენინგს, იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილი დარბაზის ცვლილების გამო რამოდენიმე ადგილი კიდევ განთავისუფლდა. რაც შეეხება ამ ვებინარის ჩანაწერს და დაჟე პრეზენტაციაც ვიცით. ჩანაწერი საერთოდ ჩანაწერი გვაქვს. ოკეი, ამ ჩანაწერს ალბათ გავახსენოთ სტომას. აი ქვემოთ ამ სლაიდზე მითითებულ იმეილზე business@factorial.g მოგწერეთ ვისაც გსურთ ვიდეო ჩანაწერი, ვისაც გსურთ ვიდეო ჩანაწერის მიღება და პრინციპში PowerPoint პრეზენტაციასაც გამოგიგზავნით, იმიტომ რომ ბევრ შეიძლება ანუ ვერ ჩაიწერეს ან აინტერესებთ, მე ყოველ შემთხვევაში რო ვესწრები ხოლმე რაღაც მაინტერესებს პრეზენტაციას. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ თქვენ გამოგიგზავნოთ ვიდეო ჩანაწერის ლინკი და ჩვენი პრეზენტაცია. აი მითითებულ ელპოსტაზე შეგიძლიათ დაინტერესებულმა პირებმა მოგწეროთ და აუცილებლად გამოგიგზავნით ყველაფერს. ოკეი. ეხლა რაც შეეხება კითხვებს, ან ჩვენ განგება ვაპასუხობთ კითხვებს თელი იმის განმავლობაში, გვაქვს ეხლა დაახლოებით წუთი ნახევარი იმისთვის რომ თქვენ დასვათ კითხვები. 3 წუთი დაახლოებით იმისთვის რომ კითხვები 10 წუთი გვაქვს კითხვები. ნუ ხარ ეგეთ სასტიკი. კი, მაგრამ რაღაცეები დაგეგვილი კიდე. უნდა გახვიდე.
კარგი, თუ კითხვები გაქვთ, დაგვისვით ჩატში ახლა კითხვები და ვეცდებით რომ გიპასუხოთ. სასიამოვნო იყო 22-29-ში გნახავთ გიორგი მონაწილეა, მშვენიერია. ოკეი, შევხვდებით. მადლობა, მაგარი დუეტი გვაქვს. ტრენინგს ვინ წაიკითხავს? ტრენინგს ჩვენ წავიკითხავთ. ძალიან კარგი. მიდი რა შემიძლია. სტუმარი, ამ გამოცანი, რამოდენად საინტერესო და სიმპათიური სტუმარი გამოცანი კომპლიმენტი. მადლობა, ზუკერბერგი Facebook-ს აუქებს და მართლა. ოკეი, მეგობრებო, თემასთან დაკავშირებით. ჩვენ რა ძალიან ზუკერბერგის რეკლამის გაშვების დრო ყველაზე საუკეთესო როდის არის, ხო? ნუ საათებს გეტყვით, თუ საათებს გულისხმობ ნებისმიერ ვარიანტში გავუშვით 2 საათის მერე, იმიტომ რომ ჩვენ ამერიკასთან გვაქვს სხვაობა გარკვეული საათები და 2 საათის მერე Facebook-ი ანახლებს დღეს რეალურად. თქვენ რო გავუშვათ რეკლამა სადღაც 12 საათზე ან 1 საათზე დღის, შეიძლება Facebook-მა წინა დღეში ჩათვალოს ეს გაშვებული რეკლამა და მთელი დღის ბიუჯეტი რამოდენიმე საათში ამოწუროს. ამ შემთხვევაში ძალიან არაეფექტურად დახარჯავთ ფულს. ნებისმიერ ვარიანტში გავუშვით დღისით 2 საათის მერე. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ რამდენად საფიანია ბიზნესის წამოწყება. ანუ ნათია გაიხედეთ, შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც დადიან ჯიპებით, რომლებიც ცხოვრობენ ძვირადღირებულ სახლებში, რომლებსაც აქვთ წარმატებული ბიზნესი. ხვდებით, ანუ ეს კითხვა, ნუ ყოველთვის იქნება ეკონომიკური მდგომარეობა, ცუდი ან კარგი. და თქვენ ამიტომაც ანტიკრიზის ფასებს გთავაზობთ. კი, ანუ მაქსიმუმ რამდენჯერ უნდა ეგ თქვენზეა დამოკიდებული. დავაპოსტო ლაიქ პეიჯზე, რომ დამალულ გვერდებში არ გადავიდეს. როგორ? მარის საინტერესებს რამდენჯერ უნდა დავაპოსტო ლაიქ პეიჯზე, რომ დამალულ გვერდებში არ გადავიდეს. რას ნიშნავს დამალულ გვერდები? რას გულისხმობთ განმარტეთ კი? ვერ გავა. საუკეთესო წამოწყება, მეც ვსწრებ. კი ბატონო, ანუ კითხვები თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ კიდე დასვათ, ჩვენ გვაქვს კიდე რამდენიმე წუთი. რიჩი რომ არ დაუვარდეს გვერდს. ეს იმ მესეჯის გაგრძელება ალბათ, ხო? სპასიბო ბაშოეს. რამდენი უნდა დაპოსტოთ იმისთვის, რომ რიჩი არ დაუვარდეს გვერდს? ანუ დამოკიდებულია თქვენი საქმიანობის ტიპზე, მაქსიმუმი არის 2 პოსტი დღეში, მინიმუმი ალბათ 1 პოსტი 2 დღეში. 2 დღეში მინიმუმ 1 პოსტი რო განათავსოთ, რიჩს არ დაკარგავთ. 2 პოსტზე მეტი რო განათავსოთ დღეში, რიჩს დაკარგავთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირი დაპოსტვა არ ვარგავ. რეალურად და ჯობია რომ საათებში, მათ შორის განსხვავება მინიმუმ 5-6 საათი მაინც იყოს. ანუ დილის პოსტი და საღამოს პოსტი 1. კიდევ არის რამე კითხვები? ხო, спасибо большое за полезный вебинар. Работает ли в Facebook хэштеги? Хэштеги, да, в Фейсбуке работают хэштеги, очень удачно работают. И не очень многие ими пользуются. Геლა დაწევა არის შესაძლებელი ტექნიკურად, იქ უნდა ნახოთ თქვენ და обязательно используйте хэштеги. შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენ დააყენოთ $20, $40, რამდენიც კი. პრინციპში. ხო, ნუ საბოლოო პოსტების გაშვების დრო დღის 2 საათის მერე თუ საღამოს უკეთესია. ნუ როდესაც თქვენი სამიზნე აუდიტორია არის ონლაინში. ნუ ეს თქვენ პოსტებზე არის საუბარი თუ რეკლამაზე. არ შეგეშალოთ, ანუ მე პოსტებს არ გულისხმობდი, როდესაც 2 საათის მერე გავუშვით რეკლამა თუ ახალ რეკლამას იწყებთ და პოსტები საერთოდ საშუალოდ Facebook-ზე სტატისტიკა არის ესეთი, რომ ყველაზე კარგი დრო არის პირველიდან 2-მდე, როდესაც შესვენებებზე გადის ხალხი, ვინც მუშაობს, ეგრევე ყველა Facebook-ში შედის და მეორე პიკი არის დაახლოებით 8-დან 9-მდე, даже 9-დან 10-მდე, როცა ხალხი სახლში მოდის და კიდევ ერთხელ არის ტალღა ხალხის. ჩვენ მაგალითად ესე ვპოსტავთ 13 საათზე და 20 საათზე. პოსტის რეკლამა უმჯობესია გვერდის რეკლამა თუ რისი ან 0.01 ცენტრია შემთხვევით. აქაც გამომდინარე, რომ აქ მარტო რეკლამა არ აკეთებს შედეგს, ხვდებით? ზოგ შეიძლება 0.01 ცენტი დაუჯდეს რეკლამა, მაგრამ კლიენტი ვერ მიიღოს. ანუ აქ არის საუბარი შემდეგ გაგრძელებაზე უკვე.
ამ რეკლამის შემდეგ რა რესურსზე გადაიყვანთ თქვენ ამ ადამიანს, სად ყიდით ამას და ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნეს ლიგაზე. ეს შეიძლება იყოს კონვერტერებს ვეძახით ჩვენ ამ ყველაფერს დაჯდომის ადგილი. თუ გარე რეკლამა, გარე ობიექტს არეკლამებთ ნებისმიერ ვარიანტში, ჩვეულებრივ ტარგეტირებული რეკლამა უკეთესია, თუ თქვენ არ გაქვთ გარე რესურსი და გაქვთ მხოლოდ like page-ი, მაშინ post booster-ი უფრო ეფექტურია ვიდრე პირდაპირ page-ის რეკლამირება, იმიტომ რომ page-ის რეკლამირება მაინც ცოტა ბინძურ ტრაფიკს მოიტანს და გარკვეულ პოსტების რეკლამირება მოიტანს ისეთ ხალხს მოიზიდავს, რომელსაც რეალურად თქვენ მიერ გაშიარებული კონტენტი აინტერესებს. ოკეი, მეგობრებო, ამით ჩვენ დღევანდელი ტრენინგი დასრულებულია. აი ერთი კითხვა კიდევ არის, მოდი ამასაც გავცეთ. Facebook რეკლამიდან კლიკის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ჩემს საიტზე გადმოვა და იმ კონკრეტულ გვერდზე, სადაც ვთავაზობ მომხმარებელს, ეგ ფასი განსხვავდება Facebook-ის page-ის ფასიდან. ანუ როგორც მე სწორად გავიგე, განსხვავდება, ანუ აქ იმ კლიკი რამდენად იაფიჭდება, ეს თქვენ წარმატებულ კამპანიაზეა, თუ რამდენად კარგი მესიჯი გაქვთ, თუ რამდენად კარგი შეთავაზება გაქვთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული სამიზნე აუდიტორია, ეს გამომდინარეობს აქედან, ხო და ეს ორივე შემთხვევაში თუ თქვენ სწორად გაქვთ გაკეთებული პრინციპში, ნუ Facebook-ი მაგას დაახლოებით ერთი და იგივეა, კი. ეგეთი მომენტია, თავარია თქვენ სწორად იგივეა, თუ სწორად არის შერჩეული აუდიტორია იქაც და აქაც და თვითონ კონტენტი არის სწორი იქაც და აქაც ფასი დაახლოებით ერთი და იგივე იქნება. ოკეი. ძალიან კარგი მეგობრებო, ამით მაშინ ჩვენი დღევანდელი ტრენინგი დასრულებულია. მე დაგიტოვებთ ანუ კიდევ ერთხელ ამ ლინკს, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ბიზნეს ლიგა. პირველი 5 ადამიანი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ. მოგზავნით ჩვენს ტრენინგზე და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და იყავით გაბედულები, მიაღწიეთ ფენომენალურ წარმატებებს და კარგად იყავით.